ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რაც გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. შუადღე მშვიდობის მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემა დროის სამართალს საქართველოს ტალღის პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველას, ვისაც გამოწერილი აქვს ჩვენი გვერდები, როგორც Facebook გვერდზე, ასევე YouTube გვერდზე და რა თქმა უნდა დიდი მადლობა ტელეკომპანია თავისუფალ არხს, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიყოთ თქვენთან ერთად პირდაპირ ეთერში, სწორედ ტელევიზიის საშუალებით. და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ როგორც ყოველთვის დროის სამართალი ცდილობს თქვენთვის საინტერესო თემატური გადაცემები გქონდეს და ალბათ სიმბოლურიც არის და რაღაცნაირად დროულიც არის, რომ დროის სამართალში დღევანდელ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე და ძალიან, ასე ვთქვათ, აუცილებელ საკითხზე, რომელიც ეხება არა მხოლოდ ჩვენ თაობას, არამედ ეხება პირველ რიგში მომავალ თაობას. მოკლედ, ჩვენ დროის სამართლის დღევანდელი სტუმრები არიან ბატონი გიორგი შიუკაშვილი, რომელიც გახლავთ თბილისის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ასევე ქართული კულტურისა და ეთნოსპორტის ასოციაცია წინაპრის დამფუძნებელი და პრეზიდენტი გახლავთ ბატონი გიორგი შიუკაშვილი. მეორე სტუმარი გახლავთ ბატონი ნუკრი მჭედლიშვილი, ქართული საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლის პრეზიდენტი. და აქვე ვიტყვით, რომ სწორედ ბატონი ნუკრი გახლავთ ადამიანი, რომელმაც შეიძლება ითქვას აღადგინა ეს მართლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უძველესი საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლი და ის ასევე სათავეში უდგას სწორედ აი ამ პრეზიდენტ ფედერაციას ხრიდოლს. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან გადაცემის სტუმრები. ბატონი გიორგი მეორედ გახლავთ ჩვენთან პირდაპირ ეთერში, თუმცა მაშინ დაახლოებით 1 წლის უკან მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა უთხრა ბატონ კოტე მიქაძეს, რომელმაც მოგცა საშუალება, რომ ეს ადამიანი გაგვაცნო მისი ესეთი ცირედი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის ბატონი გიორგი თulis ამას ცირედად, რომ მე ვფიქრობ ძალიან დიდი საქმეების გაკეთება, რომელიც მან დაიწყო და რომელსაც დარწმუნებული ვარ გააგრძელებს, მოგვეცა ჩვენ საშუალება, რომ თავის დროზე გაგვეცნო და იგი ახლა ჩვენთან მეორედ არის პირდაპირ ეთერში სტუმრად, თუმცა ამჯერად ჩვენ გვაქვს ვიყავით ბატონ გიორგისთან ჩასული შილდაში, სადაც სწორედ ეს ქართული კულტურისა და ეთნოსპორტის ასოციაცია წინაპარი არსებობს, ეს არის უძველესი ადგილი შილდა, წინაპრის გალავანი და ჩვენმა გუნდმა მოამზადა პატარა მოკლე ვიდეო, რომელსაც გვინდა რომ შემოგთავაზოთ, ბატონ ნუკრიც და ბატონი გიორგიც ახლა ნახავენ პირველად ამას, ეს ჩვენს მიერ მომზადებულია და ხოლო შემდეგ უკვე დავიწყებთ გადაცემას. ძალიან საინტერესო ვიდეოა, სწორედ შილდიდან, რომელიც ჩვენი სტუმრობის დროს გადავიღეთ. ნახოთ ახლა ეს ვიდეო და ჩვენ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.
დაბრუნდით პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი გაცემის სტუმრები არიან ბატონი გიორგი შიუკაშვილი თბილისის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და ასევე ქართული კულტურისა და ეთნოსპორტის ასოციაციის წინაპრის დამფუძნებელი და პრეზიდენტი და ასევე ნუკრი მჭედლიშვილი ქართული საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლის პრეზიდენტი ასოციაციის პრეზიდენტი და ბატონი ნუკრი გახლავთ ადამიანი რომელმაც აღადგინა მართლა ეს ჩვენთვის საამაყო და ძირძველი საბრძოლო ხელოვნება. მოკლედ, კადრები, რომელიც თქვენ ნახეთ, ცოტათი დასანანია, რომ მხოლოდ 12 წუთი ნახევარია, მაგრამ იმდენი რამ არის სათქმელი ამ ადგილზე, რომელიც ჩილდაში მდებარეობს, რომელიც არ ვიცი მე, ვინც აღორძინეს, კაგრას ზუსტად ბატონი გიორგი გახლავთ. შიუკაშვილი ძალიან ბევრია ამ ადგილზე, მოკლედ და ყველას ურჩევ ვისაც ექნება საშუალება. აი, როგორ ვთქვა, თუ ვინმე მოხდება იქით მხარეს. გამორიცხულია, განსაკუთრებით თუ შილდაში მოხდებით, სოფელ შილდაში, წინაპარი, გალავანი, აი ეს რომ არ ნახოთ და წარმოუდგენელია მას გვერდზე ჩაუვაროთ, არ შეამჩნიოთ, ეს არის ისტორიული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. აი, ყველას გირჩევთ რომ მიბრძანდით. არ ვიცი, აგერ არის ბატონი გიორგი შიუკაშვილი, ვინც გარკვეულწილად მართლა ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ მისი ნებართვის გარეშეც გეტყვით რომ მიბრძანდით, დააკაკუნეთ, შეახეთ ეს გალავანი და დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა თან ყავდეთ და თუ მით უმეტეს ტურისტი გეყოლებათ, ან ოჯახის წევრი გეყოლებათ და მით უმეტეს თუ ბავშვი მომავალი თაობის წარმომადგენელი გეყოლებათ, მიიყვანეთ, აუცილებლად შეიყვანეთ და ძალიან ბევრ რამეს გაიგებ და გაეცნობით. თუმცა რატომ გვინდა ჩვენ ახლა ვისაუბროთ და რა მნიშვნელოვან საფუძველს ჩაეყარა და უყრის ეს ადამიანები უყრიან ეს ადამიანები სწორედ აი ამ ადგილას და ზოგადად რა მნიშვნელობის არის ეს ყველაფერი ამაზე ჩვენ ახლა ვისაუბრებთ და მე მინდა დავიწყო ბატონი გიორგით პირველ კითხვას დავუსვა ბატონ გიორგის ბატონო გიორგი კიდევ ერთხელ მინდა პირდაპირ დაგიდასტუროთ დიდი მადლობა გითხრათ დაგიდასტუროთ პატივისცემა და ასევე მადლობა გითხრათ რომ ჩვენ აი ვიყავით იქ და საერთოდ აი ჩემთვის მართლა მე ძალიან ბევრი რამე ჩემთვის უცნობი იყო და ეს განცდა რაც ახლა მაქვს მაგრამ მინდა რომ აი თქვენ ორი წარმომადგენელი ხართ ხა აქ მოწვეული კი ბატონო დამფუძნებელი ხართ როგორც ასოციაციის როგორც ამ ადგილის არ ვიცი მე აი ვინც ეკალბარდებიდან იხსნა და საერთოდ აღორძინა ეს ადგილი და აგერ ბატონი ნუკრი არის რომელიც უშუალოდ ხრიდოლთან დაკავშირებულია მაგრამ ასევე მინდა მე დავსვა ეს კითხვა რატომ თქვენ მთავარი აქცენტი, მთავარი არ ვიცი, მთელი სულისკვეთება და მთავარი ენერგია ჩადეთ ყველაზე მთავარში, ორი რაღაცის განვითარებაში. ჭიდაობის და საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლის. ორივე წარმომადგენელი აქ ახარ და ვიცი რომ ეს საკმაოდ დიდი დროს ითვლის და წლებია თქვენ დაიწყეთ ეს, მაგრამ აი მინდა ვისაუბროთ ჭიდაობაზე, ჭიდაობის პოპულარიზაციაზე ბავშვებთან მომავალთაობაში, სკოლებში და ასევე რა თქმა უნდა ხრიდოლზე. ეს ორი არის, არ ვიცი, შეიძლება თუ მე ვცდები, თითქოს ეს ორი მარცვალი არის მთავარი იმის, რაც ახლა ჩვენ 12 წუთი ნახევარში ვნახეთ და საერთოდ რაზეც ძალიან ბევრი სტუმარი ყოფილა ჩამოსული, არაერთი ქვეყნის ტელევიზიასაა გაშუქებული, მაგრამ თქვენთვის მაინც მნიშვნელოვანი არის ჭიდაობა და ეს ორი, არ ვქო, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ხრიდოლის და ჭიდაობას მისი განვითარება. რატომ მაინც და მაინც ჭიდაობა და ხრიდოლი ერთად და რატომ იკლავ თავს იმისათვის რომ ეს იყოს პოპულარიზაცია პირველ რიგში ბავშვებში? გაიხარეთ, მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობას გიხდით დაპატიჟებისთვის. რაც შეეხება თქვენ კითხვას, რატომ მაინც და მაინც ჭიდაობა და მაინც და მაინც ხრიდოლი რატომ და იმიტომ რომ ეს არის ის ჩვენი სიმდიდრე რომელიც გადმოგვცა წინაპარმა და რითაც შეინარჩუნა ქართველმა ერმა თავისი რწმენა, თავისი მიწაწყალი, თავისი ტრადიციები და დღევანდელ დღემდე რო არსებობს ქართველი ერი. ზუსტად აი ქართული ჭიდაობისა და ხრიდოლის დამსახურება ლომის წილი აქვს შეტანილი ამ საქმეში.
და მეც კიდე მონატრებული 30 წელიწადი არ ვიყავი საქართველოში და მონატრებული ჩამოსულმა 60 წლის ხდები უკვე და აგერ გავყევი ამ გზას ავაღორძინე თითო ერთი აგური დავდე და მინდა რომ გაგრძელდეს და ის რაც გადმოგცეს გადავცეთ ჩვენ შთამომავალს რომ მე იმან გადასცეს თავის შთამომავალს და ყოველთვის რომ ძლიერები ვიყოთ და ყოველთვის რომ გვახსოვდეს რომ წინაპარმა დაგვიტოვა ეს ხრიდოლიც ქართული ჭიდაობაც და ტრადიციებიც და არის ეს წესები რომელიც ანბანი არის ცხოვრების ანბანი არის ქართული კაცის ანბანი არის შილდაში რო ჩამოდის ბანაკში ბავშვები რო ჩამოდიან და რო ანახებ ამას რომ აგერ არის ესეთი აშენებული ციხესიმაგრე სადაც იცავდნენ ჩვენი წინაპრები მტრებისგან შემოსევისგან დაპრობებისგან აგერ არის ესეთი ქართული იარაღები არის ესეთი ქართული აბჯარი არის ესეთი ქართული შვილდი არის ესეთი ქართული ხმალი არის ცხენოსნობა ცხენი დიახ აი ესე ჭედავდნენ ნალებს აი ესე ტყვია კეთდებოდა აი ესეთი ორდენები იყო აი ესეთი სამოსი იყო აი ესე კულინარია არის აი თევზი ქვაზე იწვება ზეთის გარეშე ფოთლებზე აი პურის ხობა რომელიც კადრებში ვნახე დიახ ეს არის პურის ხობა შეიძლება ბევრ ადგილას ვქნახე მაგრამ ეს არის ქართული ხორბალი ქართული პურის წითელი დოლი როცა ნახურობს კავკასიური და ქართული ნაგაზები ყავს იქ ცხენებს ნახულობს და ბავშვი იძახის თვალებში იყო ვარ ამაგარია თან უშუალოდ იღებს მონაწილეობას ამ შემთხვევაში ჭიდაობა არის მისი მაინც საწყისი რაღაცა აი ბანაკი ახსენეთ თქვენ რადგან ბანაკი ახსენეთ ჩვენ კადრებში შევეცადეთ რომ გვეჩვენებინა თუმცა ეს არის ეპიზოდი და ვიდრე გადავიდოდეთ თქვა ბატონ უკრესთან აი ჭიდაობა რახან არის თქვენ ახსენეთ აი ბანაკი და მაგრამ მაინც ამ ბავშვისთვის ხო ეხა ჩვენ ვიცით ყველამ კარგად ვიცით რომ კი გარემოს ნახავ რაღაცა ეს წინაპრის ხმას გაიგებ რაღაც აი განცდა მაინც თავისაშოა მაგრამ მაინც ეს აი ჭიდაობა რაღაც აი ბრძოლის მომენტია ანუ რაღაცა ბრძოლა უცებ გამოდიან და რაღაც ნახერხზე ჭიდაობს იქ მინდორში ჭიდაობს არაერთი საჭიდაო დარბაზი გაქვს თქვენ ანუ გარე სივრცეში და ასევე არის შიდა სივრცეც რომელიც კადრებში ნახეს მაგრამ აი ეს ჭიდაობა არის თუ არა მაინც საწყისი ბავშვისთვის ამ შემთხვევაში ვაჟკაცისთვის ბიჭისთვის რომელიც მაინც ჭიდაობა ეს ბრძოლის თემა რომელსაც მე კი ბატონო გადაყავს ხრიდოზე იმასაც წავს მაგრამ ჭიდაობა მაინც არის ჭიდაობა აი ქართული ჭიდაობა ეს ბევრისთვის დღეს სამწუხაროდ აი თქვენ თქვით როცა თქვენ საუბრობდით რომ ბევრმა რაღაცა სპორტს რო ეტყვი ჩამოგითვლეს რაღაც მაგრამ რაღაც ჭიდაობა და ქართული ჭიდაობა მაინც რაღაც აი უფრო სხვა არის მაინც ცნობილია ეს გულდასაწყვეტი კი არ მაგრამ მაინც ქართული ჭიდაობა რატომ ამახვილებთ მაინც და უღვივდება უცებ იმ ბანაკიდან წასული ბავში ჭიდაობა ერთიანებს მაინც იმ ერთმანეთთან და ეს არის გადამდები და გადამცემი მერე თუ სკოლებში საკმაოდ პოპულარული გახდა ხო თქვენ შეხვედრით რამოდენიმე სკოლაში სწორედ ამ კუთხით პირველი მაინც არის საწყის ჭიდაობა რა თქმა უნდა რაც შეეხება ხა ხრიდოლში არის ორი ჭიდაობა აი ბატონი ნუკრი ამაზე მოგვახსენებს მე რაც შეეხება ჭიდაობას არ არსებობდა ზეიმი რომ საქართველოში რომ ჭიდაობა არ ყოფილიყო ამ ზეიმს ქართული ჭიდაობა აი როგორც იტალიელებთან რომში გლადიატორები იყო და როგორც თეატრი მოდიოდა ხალხის სანახავად ესე მოდიოდნენ საქართველოში იყო ზეიმი და იყო ქართული ჭიდაობა ეხლა მე რომ ჭიდაობაზე თუ ვილაპარაკებთ მე როგორც თბილისის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მე მაქვს ჩემი გეგმა არის ორი პრობლემა თბილისში ესე იგი რო ჩამოდის ტურისტი ნახულობს დაძრებს ნახულობს მიირთმევს ქართულ კულინარიას ღვინოს ნახულობს ცეკვებს ნახულობს სამოს და ასე შემდეგ და
რომ მიდის მე ამაზე ყვება რომ აი ვიყავი საქართველოში ნახე და ძალიან ცოტ ვერ ნახულობს ქართულ ჭიდაობას არ ვერ ნახულობს ქართულ ჭიდაობას როცა ადრე რო ჩამოდიოდა ხალხი ნახულობდა ფალავნობა იყო და აი მოდიოდნენ და აი ქართველი ფალავნები და რამაგრებიდან მოდი ვეჭიდაო და დიდი ისტორიული საკითხებიც არის ჟურნა დუდუკი თელი ამ გაფორმება ამიტომ ჩვენ ახლა გვინდა და დასახული გვეგმა რომ ჩავატაროთ ტურისტულ ადგილებში ესე იგი ეს ქართული ჭიდაობის შეჯიბრები რა ეხლა ეს ილიას ბაღი არის ადრე ერქვა ისა გორკის კლუბი რა მინდა ჩავატაროთ მარჯანიშვილს დიახ და ბევრი ირანი ღია სივრცეზეა ლაპარაკი ღია სივრცეზეა ბევრი ირანელი არის იქ ბევრი თურქი არის ასევე აზერბაიჯანიდან სასუნხეთიდან დაგვეკავშირდნენ და იქნება თბილისის პატარა ისეთი ტურისტულ ადგილას საჩვენებელი მეგობრული ორთაბრძოლა ჭიდაობა რა და უკვე თბილისი გაიღვიძებს უყურეთ ეს ერთი საკითხი რომ ტურისტულ ადგილებში უნდა ჩატარდეს მეორე საკითხი რაც არის რომ თვითონ ახალგაზრდობა მარიცის ახალგაზრდობა ბავშვებმა არიციან რა არის ქართული ჭიდაობა მეორე ამ პრობლემის მოსაგვარებლად კიდე მივედით ჩვენ და შევედით პირველი სკოლა მე მინდა დიდი მადლობა მოუხადო დირექციას და პედაგოგებს და საჯარო სკოლაზეა საუბარი საჯარო 24 საჯარო სკოლა ქალბატონი ნინო გოქსაძე დირექტორი ძალიან თბილად მიგვიღო და ჩაება მოკლედ სხვათა შორის ბატონი ნუკრის ისტორიკოსი ბრძანდება და ბატონი ნუკრის კურსელი ჯგუფელი არის ხო და ესე იგი შევედით ჩავატარეთ სადღაც 4 საათიანი ზეიმი ჩავატარეთ ესე იგი ლედ ეკრანზე გავუშვით ფილმი ქართულ ჭიდაობის ისტორიაზე ვანახ ბატონმა ნუკრიმ მოუყვა ხრიდოლის ისტორია ვანახეთ საჩვენებელი ხრიდოლის საჩვენებელი ვანახეთ გამოვიდნენ საპატიო თბილისელები ვინც იყვნენ იქ და ვინც დაამთავრა 24 სკოლა ასევე ჩავატარეთ პატარა ტურნირი ჩავატარეთ ბავშვები ესე იგი 2000 ბავშვმა გაიგო რომ არსებობს ქართული ჭიდაობა 2000 ბავშვმა ორი სკოლა გაერთიანებული რა და 2000 ბავშვმა ნახა რა არის ქართული ჭიდაობა ნახა რა არის ხრიდოლი ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ესე იგი და ჩატარდა ეს ყველაფერი ნახევზე ჩატარდა ეს გარშემო თივა იყო ხალიჩები იყო ბავშვები ზიან ამ ხალიჩებზე და ასე შემდეგ ესე იგი ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ესე იგი ბავშვმა შეიყვარა რა ეს ბავშვს უნდა შეაყვარო ეხლა ზოგი იძახის მოდი აღარ გვინდა ნახერხიზა აღარ გვინდა თივა აღარ მოდი ტატამზე გადავიდით მაგრამ ეს არის ისეთი უნდა შეუყვარდეს ეს ისტორიკოს უნდა შეუყვარდეს ხატვარს უნდა შეუყვარდეს ბავშვებს უნდა შეუყვარდეს ჟურნალისტს უნდა შეუყვარდეს ეხლა დავითაშვილს და ღვინიაშვილს ისედაც უყვარს ქართული ჭიდაობა ის უფრო სპორტის თვალით უყურებს და ეს სანახებელი უნდა იყოს უფრო რომ პოპულარიზაცია იყოს ასევე როგორც სანახებელი არის სხვა სპორტ საზღვარგარეთის სხვა ეთნოსპორტები სუმო გლადიატორები რომ და ეს რაღაცა თეატრალურად გაფორმებული არის ამიტომ ჩვენ ახლა გეგმა გვაქვს დასახული რომ რამოდენიმე სკოლაში შევიდეთ კიდე გვინდა რომ თვეში ავითვისოთ 4 სკოლა თუ რა თქმა უნდა იქნება მხარდაჭერა და სურვილი მუშაობთ ამაზე და ასევე ტურისტული ადგილები რომ თბილისში რომ კაცი ჩამოვა რომ აი მე იქ ვიყავი ტურისტულ იმაზე ქუჩაში ან მოედანზე გავიდა იქ იყო ქართული ჭიდაობა იქ ჭიდაობდნენ სხვათა შორის შარშა რო ჩავატარეთ თბილისობა მოვიდა ერთ-ერთი შავკანიანი ჯიუჯიცოს ისავარო ბრაზილიაშიო მოქმედი სპორტსმენი არა უკვე მწვრთნელი ვარო რა და იჭიდავა
ერთი უკრაინელი მოვიდა მაჭიდავეთო მაგანაც იჭიდავა აუ ეს რო წავიდა თქვა რომ არსებობს ჭიდაობაო ქართული ჭიდაობა და ნახე რა მაგარი არისო ასე ეს ბავშვები რომ მივიდნენ 2000 ბავშვი უკვე მეორე დღეს მესამე დღეს დაგვიკავშირდნენ რომ სად არის კლუბები სად შეიძლება ისწავლო ხრიდოლი სად შეიძლება ისწავლო ქართული ჭიდაობა თავისი ადაწესები და ასე შემდეგ. უყურეთ ეს ბავშვი მე თვითონ გადაწყვიტავს ქართულ ჭიდაობაზე წავიდეს თუ კალათბურთზე წავიდეს. ეს ჩვენი მიზანია რომ მაგას ვანახოთ. ეს ჩვენი მიზანიც კი არ არის, ეს ჩვენი ვალდებულება არის. არა გვაქვს ვალდებულება გავატაროთ ამით. ასობით წლით ჩვენამდე მოვიდა და ჩვენ ბავშვმა არ იცის. ხო, რო ჩაკუდეს და გაქრეს. გაატარე, თუ არ გაინტერესებს, ვისაც გჯერა, გაგვატარე რა, ნუ გვაჩერებ. გარდა იმ ბავშვმა იცოდეს, ასწავლე, გზამიეთი და მე თვითონ აირჩევს ივლის არ ივლის, ასე შემდეგ. კი ბატონო, ჩვენ დაუბრუნდებით ბატონ გიორგის. ჩვენთვის მაინც ხო აი ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა და თან ის რომ მომავალთაობას ჩაუდო ქცევითი მაგალითი ძალიან ბევრს მithოდეს ბავშვისთვის უშუალოდ რომ იღებს მონაწილეობას არის ხო აი ხა ტურისტისთვის მე წარმოვიდგინე ხა მართლა რომ აი ხა სადაც თქვა ბატონმა გიორგიმ მაგალითად აი ხა ილიას ბაღი ქვია ხო ხა მე მგონი წარმოიდგინეთ ხა უცებ ტურისტისთვის რა არის თან ვისაც გაგებული აქვს თუმცა არ იცის ესე ზუსტად ვისაც გაგებული აქვს რომ ხა მიდის სადღაც მარჯანიშვილზე მისეირნობს და სადღაც იქიდან გორკის კლუბიდან, ანუ ილიას კლუბიდან, ყოფილი გორკის კლუბიდან, ჯერ მარტო მელოდია ესმის ის ცნობილი ჭიდაობის. ზურნადუდუკი. და უცებ ადან შედიხარ და უყურებ უცებ ამ სანახაობას. ანუ ისტორიის ნაწილი არ არის ეს მარტო, ეს არის უშუალოდ დღევანდელი დღეც არის შენ, იმიტომ რომ მართლა ბატონი გიორგის კაც არ იყო და ამ დროს შედიხარ და მარტო ჭიდაობას არ ნახულობ. იქვე ნახულობ ეხა მართლა შთამბეჭდავია ნებისმიერი მაგალითს მომყავს რა. ნებისმიერ აი შეხშულების კონცერტი ამერიკის შეერთებულ შტატებში სადაც ყველაზე მთავარი ეფექტი მაინც გამოქონდა იმ ცეკვას ფარიკაობას ანუ აი როგორ ვამბობ ხა შეიძლება რა თქმა უნდა არანაკლებია ყველა ცეკვა მაგრამ ფარიკაობას და იმას და მორთაბრძოლას მაინც ყველაზე დიდი ეფექტი ქონდა და ხა ევროპულ და დასავლურ კულტურაში და ამერიკულ კულტურაში ხა ნებისმიერი ადამიანისთვის ხა ეს არის თამბეჭდავია ხო უცებ შენ თვალწინ ცოცხლდება ორთაბრძოლა ბევრი ყოფილა მაგათო ნახდათ არ დახოცონ ერთმანეთი მე და ხა ხრიდოლი არის იმის ძირი ის ერთი მომენტია ფარიკაობა და ხრიდოლი არის შენი ქართული ორთაბრძოლა და როგორ აი აქაც იგივე კითხვა მარატო მაინც და აი ჭიდაობა კი ბატონო და ხრიდოლი ეს ხრიდოლი თითქოს ვაცოცხლებს ამ ემოციებსაც მეხსიერებასაც ის ილეთის ხო ის არ არის მარტო ორთაბრძოლა ხო აი ხრიდოლს რა დატვირთვა აქ ამ შემთხვევაში და როგორია ბავშვებში ეს იმიტომ რომ მე რასაც უყურებ კადრებს ხო ხა ეს ბავშვები უშუალოდ ანუ ორთაბრძოლა რა კი ჭიდაობა და ჭიდაობიდან დგები და არანაკლებ ორთაბრძოლას შედიხარ ხო ხელოვნების დონია ესეც მაგრამ იქ უშუალოდ იღებ რაღაცა განცდებს იღებ აი რას ტოვებს ამას ბავშვებში როგორია შემდეგ მოთხოვნა როგორ მიდის ეს პროცესი, როდესაც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას, როგორც ჭიდაობაში, ასევე ხრიდოლი. თქვენ მაინც ხრიდოლია, მაინც თქვენი მთავარი ხაზი. სწორედ ეს იყო მიზანი ხრიდოლის საბრძოლო სისტემის აღდგენა, როცა მოხდა თავის დროზე 90-იან წლებში თანამედროვე სახით როცა მოხდა აღდგენა, ზუსტად ის იყო, რომ ეს საქმე გამოსდგომოდა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს. ერთი არის ტრადიცია და მეორეა რომ თანამედროვე ქართულმა სახელმწიფომ ის გამოიყენოს მომავალი თაობის აღზრდისთვის. ერთია ის სტუმარი როცა ჩამოდის და ნახულობს ამას და მეორეა ის რომ შენ გჭირდება ღირსეული თაობა, ქართულად აღზრდილი თაობა. ჯანმრთელი სულის და სხეულის მატარება. ეს იყო მიზანი ხრიდოლის 1997 წელს მოხდა ხრიდოლის საბრძოლო სისტემის თანამედროვე სახით აღდგენა და მაშინ შევიდა იმ 97 წელს შევიდა ხრიდოლი პირველად სკოლებში იმ სახით, რასაც დღეს ქვია ხრიდოლი.
ეს ცოტა განსხვავდება ზოგადად ქართული საბრძოლო ხელოვნებისას, იმიტომ რომ ქართული საბრძოლო ხელოვნება უფრო დიდ რაღაცას მოიცავს და 1000 წლეულების განმავლობაში უამრავი მიმართულება ჰქონდა ქართულ საბრძოლო ხელოვნებას, მაგრამ როდესაც 90-იან წლებში მე და ჩემმა მეგობრებმა დავიწყეთ ამ საქმის აღორძინება, ეს 80-იან წლებში მოხდა, დაიწყო, მაგრამ ესეთი აქტიური სახე და უკვე იმ დროს მოხდა, როცა ქართულმა სახელმწიფომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. და როდესაც ჩვენ ეს ამბავი დავიწყეთ, მაშინ ჩვენ გვქონდა კითხვა, რომ როგორი შეიძლება ის ყოფილიყო. აი რაც თქვენ თქვით, ეს ყოფილიყო იმ სახის, რომ გამოსდგომოდა, აი როგორც ქართული ცეკვა არსებობს, ან ქართული სიმღერა, ფოლკლორი ზოგადად ქართული გამომდგარი იყო იმ ამბავში, რომ ქართული ჩვენი წარსული დაგვენახებინა დღევანდელობისთვის, ან ჩვენთან მოსული სტუმრისთვის. თუ ეს აღდგენილიყო ისე, რომ გამოსდგომოდა ქართული კაცის სულის გაკაჟებას, ხორცის გაკაჟებას, გამოსდგომოდა ქართულ ძალოვან სტრუქტურებს, ქართულ ჯარს, ქართულ სკოლას, ქართულ სპორტს და აი ამაზე ძალიან ბევრი მსჯელობა მიდიოდა თვითონ ხრიდოლის ფედერაციის შიგნით იმ ბიჭებს შორის, ჩვენ სამეგობრო შორის, ვინც ამ საქმეს ვაკეთებდით და საბოლოო ჯამში ეს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩამოყალიბდა თვითონ ხრიდოლი, რომელიც აი ნაწილია დიდი ქართული საბრძოლო ხელოვნების, ქართული ტრადიციის და 97 წელს თანამედროვე სახით შეიქმნა. ეს არის საბრძოლო ხუთჭიდი, რომელიც აერთიანებს ქართული საბრძოლო ხელოვნების 5 მიმართულებას და 5-ვე მიმართულება არის განსაზღვრული იმაზე, ეს მიმართულებები ძველ საქართველოში არსებობდა და 5-ვე მიმართულება არის განსაზღვრული იმაზე, რომ დღევანდელ საქართველოს გამოადგენს, დღევანდელ ახალ თაობას გამოადგენს ძალოვან სტრუქტურებს და ქართულ ჯარს და ასე შემდეგ. 97 წელს მოხდა და ეს მოხდა პირველ რიგში იმით, რომ ერთ-ერთ სკოლაში დაფუძნდა ეს ამ სახით. ესეთი კერძო სკოლა არსებობს ლაშარი, სადაც პირველად მოხდა ამ სახით აღდგენა 97 წელს. კერძო სკოლა ეს და შემდეგ უკვე ათეულობით სკოლაში შევიდა ხრიდოლი ამ სახით, რასაც ქართული საბრძოლო ხელოვნება ქვია. ეს არის 5 მიმართულება, იმ 5 მიმართულებიდან 2 არის საჭიდაო მიმართულება. ერთი აი ბატონი გიორგი, რომელი მიმართულებაში ძირითადად მუშაობს და ეს არის ქართული ჭიდაობა, ამას ძველ საქართველოში ამ ტიპის ჭიდაობას ეძახდნენ ხარდიორდას და ის დღევანდელი ქართული ჭიდაობისგან ძალიან პატარა მცირე მომენტებით განსხვავდება. ეს არის ხარდიორდა, ხრიდოლის ერთ-ერთი მიმართულება, მეორე სახეობა არის რკენა, ისევ ჭიდაობის სახეობა, რომელიც უკვე არ არის განსაზღვრული ქართულ ჭიდაობაში, იცით რომ ჭიდაობა მიდის მხოლოდ დგომში, ჩოგბჯენში არ გრძელდება. და ყველა ილეთი როგორც სულხან-საბა იტყო და არის მოგვერდისებური, ისრული მოგვერდი, შუაკაურები, გარეკაურები, ეს არის ქართული ჭიდაობისთვის დამახასიათებელი და ხარდიორდა არის აი ამ მიმართულების ამ წესით ჭიდაობის ხელოვნება. ეს არის ფეხზე დგომის ხელოვნება, რომ არ წაიქცე, არ წაგაქციონ. და დაბლა არ გრძელდება ჭიდაობა. მეორე მიმართულება არის რკენა, რომელიც მოიცავს როგორც დგომს, ისე ჩოგბჯენს, ტკივნეულს, მახრჩობელას. ესე იგი, უნდა იჭიდაო და უნდა გაიმარჯვო ყველა ნებისმიერ პოზიციაში. ესაა მიმართულება არის ქართული კრივი, რომელიც ათეულს ცილდება მისი ბრძოლის წესები, მაგრამ ერთ-ერთი მიმართულება, რასაც ქართული კრივი ჰქვია, არის აღებული მთავარი მიმართულებად. ეს ყველა სახეობას, რომელსაც მე ვთვლი, ესენი არის საშეჯიბრო სახეობები, რომ საქართველოს ჩემპიონატები ტარდება, თბილისის პირველობები ტარდება, ტურნირები ეწყობა ამ სახეობაში და მეოთხე მიმართულება არის ფარიკაობა, სადაც სპორტული რბილი ხმლებით და ფარებით ტარდება შეჯიბრებები და თავის ქულათა შეფასების სისტემა აქვს. ეს არის მეოთხე მიმართულება და ზოგადად ეს მიმართულება ფარიკაობის აერთიანებს ნებისმიერი სახის იარაღით ბრძოლის ხელოვნებას და მეხუთე სახეობა არის მშვილდოსნობა, შილინდი, რომელიც აერთიანებს როგორც მშვილდით, ისე ზოგადად რიცით შეიძლება რომ ისროლოს ადამიანმა, შეიძლება ქვა ისროლოს, შეიძლება დანა ისროლოს, შეიძლება ხანჯალი ისროლოს, შეიძლება შვილდი ისროლოს და შურდული გამოიყენოს. ეს არის მეხუთე მიმართულება, სროლის მიმართულება. ესე იგი, აი ეს 5 მიმართულება ქმნის ხრიდოლის საბრძოლო სისტემას, რომელიც 5 სახეობაში ატარებს შეჯიბრებებს და მთავარი ჩემპიონატი, როცა ტარდება ხრიდოლის, ეს არის შეჯიბრი ხრიდოლის საბრძოლო სამჭიდში, სადაც მებრძოლები პირველ რაუნდში ჭიდაობენ, მეორეში ფარიკაობენ და მესამეში ჩხუბობენ. ეს არის ხრიდოლის მთავარი ჩემპიონატი და ხრიდოლის იდეა, ხრიდოლი თავისი ოდნავ სახეცვლილი სახით არის შესული ქართულ ჯარში 2008 წლიდან შემოდგომიდან შესაბამისმა სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს სპორტის
სამსახურმა გთხოვა რომ ჩვენ ეს შეგვეტანა შეერაღებულ ძალებში და იმ დროიდან მოყოლებული დღემდე ორი წარმომადგენელი არის სპორტის სამსახურში თავდაცვის სამინისტროსი და ეს როგორც ხელჩართული ბრძოლის სისტემა ინერგება ჯარში. ეხლა რამდენიმე თვეა დავიწყეთ ჩვენთან თავდაცვის სამინისტროსთან არსებულმა ასოცირებულმა ორგანიზაციამ რომელიც ახალგაზრდობას ამზადებს ჯარისთვის გომბორში არის შექმნილი ამის ცენტრი სპეციალური ცენტრი ბანაკია შექმნილი სადაც 5 დღიანი კურსებია გადამზადება ახალგაზრდების ხდება საქმეა ჯარისთვის და ნებისმიერი ასაკის ადამიანის უნდა განსაკუთრებით ახალგაზრდებს მათაც გთხოვეს გავაფორმეთ ხელშეკრულება და ხრიდოლი იქაც შევიდა და ჩვენ გარკვეულ პირველ რიგში მხედრული კოდექს ბრძოლის წესს და ასევე საბრძოლო ხელოვნებას გარკვეულწილად იქაც ვასწავლით და იქაც იქიდან შეტანილი ასევე არის წაცვის სამსახურებში და ასე შემდეგ ხრიდოლის შესული ოღონდ იმ ფორმით რა ფორმითაც მას სჭირდება ის თქვენ რო ილაპარაკეთ ის მეორე ფოლკლორული მხარე მხატვრული ფარიკაობის მხარე ძალიან საინტერესოა განსაკუთრებით ტურისტული მიმართულებით და ჩვენ როცა რაღაცა ღონისძიება ეფექტურია და ამიტომ როცა რაღაცა ღონისძიება ტარდება ამ შეჯიბრებების გარდა ჩვენ ამ მხატვრული ფარიკაობის ისტორიული მხატვრული ფარიკაობის მიმართულებასაც ჩვენ სიამოვნებით ვაკეთებთ ხოლმე ამის წარმოდგენას და ესეც ძალიან აქტიური არ გავათვე რომ 4 ჯგუფს მაინც უпростоრეთ 4 ტურისტულ ორგანიზაციისგან არ შემოვიდეს თხოვნა და ჩვენ არ მოგვიწვიოს ამის გაკეთება. გარდა იმისა, რომ არსებობს თბილისობა ან სხვადასხვა თავის დღესასწაულებში სადაც ხრიდოლი იღებს ამაში მონაწილეობას. აი ახლა ეს რაც ჩამოვთვალეთ ჩვენ, აი რასაც ერთიანად კრავს და მთავარი იდეა ხრიდოლის რაც არის, ეს არის ხრიდოლის მხედრული კოდექსი. ძველ საქართველოში არსებობდა მხედრული კოდექსი, რომელიც 365 ქცევის წესს აერთიანებდა, როგორ უნდა მოქცეულიყო ქალიც და კაციც, უფროსთან, უმცროსთან, მტერთან, მოყვარესთან, როგორ მოქცეულიყო ბრძოლის დროს, უშუალოდ ბრძოლის დროს, როგორ მოხდარიყო მისი აღდა მხედრისა, სუფრასთან, პურღვინოსთან, სტუმარმასპინძლობის დროს, როგორ მოქცეულიყო, ესე იგი ეს ამას რქვას ნენი 365 ქცევის წესს აერთიანებს და ამ 365 ქცევის წესი არის დაყოფილი ზნეობებად. სნენი არის დაყოფილი ზნეობება და არის სტუმარმასპინძლობის ზნეობა, უფროსუმცროსობის ზნეობა, ოჯახის, ქალთან ურთიერთობა. ეხლა გამახსენდა და საკმაოდ სავსებით ლოგიკურათაც. იაპონელების ერთ-ერთი უძველეს ტრადიციული ქვეყნის სამურაის სკოლის. ზუსტად იგივეა. ეხლა ჩვენ რო ამას ეხლა რო გისმენთ ლაპარაკობდით, ეს აღდგენაზე როცა არის საუბარი საბედნიეროდ კიდევ კარგი რომ გამოჩნდნენ ადამიანები თქვენი სახით დარწმუნებული ვარ კიდე იქნებიან ადამიანები ვინც არა მხოლოდ ფიზიკურად არამედ თეორიული კონტექსტსაც იმიტომ რომ ეხლა წარმოვიდგინეთ იაპონელებს ეს პრობლემა როგორც კი დაუდგათ განათლების სისტემაში დადგა იაპონიაში პრობლემა როგორც ყველგან თელ სოფლიოში აი ხა ბოლო დაახლოებით 10 წლის უკანდელი კვლევებია სადაც იაპონელებმა კვლევა ჩაატარეს და მათი განათლების სისტემა საკმაოდ ბოლო კულებით, რაოდენობით საკმაოდ დაეცა. და როცა დაიწყეს კვლევა თუ რა იყო, რისი ბრალი იყო და როცა მივიდნენ დასკვნამდე, მათ გადაწყვიტეს რომ უნდა ეს იყო პრობლემა. იმის რომ სამურაის სკოლის იდეა უკვე იყო ნენელა დაკარგული და მაშინვე დაიწყეს ამის აღორძინება. საკმაოდ იაპონია ანუ პრობლემის მოგვარება სწორედ მონახეს ის რაც იდო ძირძველ სამურაის სკოლაში აქ ვინმეს არ ეკონოს მარტო ჯგუფზე და იმ კოდექსზე საოცარი რამ არის მათთვის და პრობლემა აღმოიფრა როგორც კი დაუბრუნდნენ მას და ჩვენი შედარება რო ავიღოთ ამაზე როცა ჩვენ განათლების სამინისტროსთან ქონა ამაზე საუბარი და არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, როდესაც იაკობ გოგებაშვილი იქნა ამოღებული, ერთ-ერთი პრობლემა ეგ იყო. წიგნის კუთხით, თეორიის კუთხით, მაგრამ წარმოიდგინეთ რა მნიშვნელოვანია საბრძოლო ხელოვნების, რა თქვენ ახლა თქვით, ის კოდექსი. ხრიდოლის კოდექსი დავარქვათ ამას. ზნეობის კოდექსია, რაც ზუსტად იგივე აქვს იაპონელების სამურაის სკოლაში. თვითონ ხრიდოლის იდეა მე ამიტომ ბოლოს მოვიტოვე და გითხარით ეს რომ თვითონ ხრიდოლის იდეა ამაში იკვრება, ამაში ჩვენ სხვა მიზანი არ გვაქვს და ქართული ჭიდაობის ფედერაციასაც და იმ საქმესაც წინაპარი აკეთებს, სხვა მიზანი არ აქვს. როგორც ხრიდოს არ აქვს მიზანი. ჩვენი მიზანია რომ აუზარდოთ ტრადიციული ადამიანი.
ეს იაპონიასაც უდგას პრობლემად და ნებისმიერ ქვეყანას, იმიტომ რომ გლობალიზაცია ამ კი ბატონო, ეს არის ამის ნომერ პირველი მტერი არის. კოდექსი მარტო იაპონელებს არ ქონდათ, აი კავკასიაშიც ყველა ეს ქონდა და ყველა თავის სახელი აქვს. აი პუშტუნებს ძალიან ცნობილი აღმოსავლეთში რო ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენარჩუნებული ეს ტრადიცია აქვს. პუშტუნებს და ეძახიან პუშტუნვალაის, ეს მათი კოდექსია, როგორც ბუშიდო თქვა იაპონელებისთვის არის. აი ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლით და ხორცით ძმები კავკასიელები, აი თქვა ადიღეელებს ადიღე ხაბზეს უწოდებენ თავიანთ კედრულ კოდესს, ესდელს ეძახიან ინგუშები, ნოხჩალას ეძახიან ჩეჩნები და ასე შემდეგ. კავკასიელებსაც აქვს. ჩვენი რით განსხვავდება ამისგან? თუნდაც პუშტუნებისგან და ესა. ამით შეიძლება იაპონური იყოს ახლოს ჩვენთან, მაგრამ ვერ იდგება ახლოს, იმიტომ რომ ჩვენი საფუძველი არის ქრისტიანობაზე დამყარებული და ის სხვა რელიგიურად არის განსხვავებული და არის რაღაცები, მაგალითად აღმოსავლური იაპონურისთვის, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია აბსოლუტურად იმ ტრადიციიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სხვა ტრადიციის მატარებელი ხალხი ვართ და ჩვენი განსხვავდება იმით, რომ თუ კი სხვა ხალხები ჩვენი სისხლის და ხორცის ძმები, კავკასიელები ან პუშტუნები ან ამას წერილობით გარეშე ზეპირი გადმოცემით ინახავდნენ ამას. ჩვენ ამის სახელმძღვანელოები აქვს. ეს სახელმძღვანელო აქვს შექმნილი მეფე არჩილს, ვეფხისტყაოსანია თვითონ ამის სახელმძღვანელო, მაგრამ უშუალოდ ამას რო ეხება ახუშტი ბატონიშვილს, თეიმურაზ მეორეს და ასე შემდეგ. ეს სახელმძღვანელოები გვაქვს ჩვენ. ამიტომ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ, კი არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ აი პაპისგან გადმონაცემი და პაპის პაპისგან ეს გვაქვს, ეს ბედნიერება. და მაინც ფიზიკური ილეთებს კი არ ვიღებთ. არც ფიზიკურ და არც იმას, რომ პაპამ გითხრა, რომ ეს უნდა მოიქცე. არა, ეს არის გარდა ზეპირი გადმოცემისა, წინაპრისგან და პაპის პაპისგან არის ეს ჩანაწერები და სახელმძღვანელოს. და ცოდნა. ხო და ეს იაპონელებსაც აქვს თქვა ეს სახელმძღვანელოს სახით, ჩვენც გვაქვს ეს სახელმძღვანელოს სახით. მაგრამ ყველა ერთ ამის მსგავსი არ აქვს. და კიდე ის რომ ჩვენი ბედნიერება ის არის რომ თუ ვინც ყოფილა უცხოეთში და შეხება ქონია აღმოსავლეთსაც და დასავლეთთანაც და რაღაცა, თუ შეიძლება დედამიწაზე ითქვას რომ რომელიმე ერი არის ტრადიციული და ტრადიციული ფასეულობის უძველესი ტრადიციული მეთოდი. ქართველები ვართ ესეთები. დღესაც მიუხედავად რომ უამრავი რამე დავკარგეთ და აი ჩვენი მიზანი ზუსტად ის არის წინაპრისაც და ხრიდოლისაც მიზანი. ჩვენ თვითონ გავანადგურეთ სამწუხაროდ. უამრავი რამე, მაგრამ ჩვენ გარდა მტრისა. მიუხედავად ამისა ვართ ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ერი. და ვინც მოდიოდა ჩვენთან, ვინც კი მოვიდოდა ჩვენთან საუმრად მოდიოდა, სხვა არავინ არ მოდიოდა, არაფრით გარშემო იქმნებოდა უზარმაზარი იმპერიები და ვინც კი შემოვიდოდა აქ პირველ რიგში ცდილობდა რომ შენის ეროვნული ცნობიერება, ანუ ეს მხედრული კოდექსი დაგეკარგა, ეს იმიტომ რომ მხედრობა წინ არის წამოწეული, თორე ის პურვინის ამბავი და სტუმარმასპინძლობაც ამ მხედრული კოდექსის ნაწილი იყო. ხო, სუფრაც ხო გარკვეულწილად თავისი რაღაცა იერარქიფიკონია რა რაღაცნაირი. ის სუფრაც ჩვენში წესად იყო რომ ტრაპეზია რა მოდი ვთქვათ რა, მონასტრულია და ტრაპეზია რა. ნებისმიერ ასეთ სუფრას მაშინ ტრაპეზია რქვა. ეხლა ჩვენ რო წარმოვიდგინეთ კეიფი, ღრეობა ეს სხვა რამ არის. ჩვენ რო წარმოვიდგინეთ ქართული სუფრაც მხედრულ წესია ორგანიზებული, იმიტომ რომ ყავს მეთაური და იმის გარეშე არაფერი არ ხდება, უნდა იყოს თამადის ინსტიტუტიც. ის რომ აუცილებელი წესი იყო ჩვენში ძველად რომ ახალგაზრდა უნდა მჯდარიყო, თუ კი ის თავში იჯდა სუფრის თამადა, ყველაზე ახალგაზრდა ვინც იყო და მithumetes მასპინძლის ოჯახში ვინც იყო ყველაზე ესეთი ყოჩაღი, ის სახლის კარებისკენ იჯდა ახლოს. ვინც უწევდა ან მომსახურებას. მომსახურებას და დაცვას უწევდა. დაცვასაც უწევდა. შემთხვევით რომ ვიღაც დასხმოდა, აი პირველი ვინ უნდა შეგებებოდა მტერს რა, სუფრაზე ეს განსაზღვრული იყო. გზაზე მიმავალი 2-3 ადამიანი ერთმანეთს რო ხვდებოდა, ვალდებული იყო. ეს წესი განსაზღვრავდა, რომ თქვათ ახალგაზრდა შეხვდა უფროსს. ის აუცილებლად ისე დგებოდა იმის მიმართ მარცხენა მხრიდან უდგებოდა, იმიტომ რომ გზაზე რომ მიდიოდნენ, უცებ რომ ამას ხიფათი შეხვედროდა, ხმალი რახა მარცხენა მხრიდან ერთი დაკნევით უნდა იკითხარეს და ეს ოთახიდან თვითონ დაესვა. ესე იგი ორნი რომ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, უფროსობით გადაწყდებოდა როგორ მოძრაობდნენ, ხო არაფერია ვითომ. შეხვდა მესამე. იმ მესამე აუცილებლად იმ შედარებით უფროს მეორე მხრიდან უნდა დასდგმოდა უკვე, მეორე მხრიდან გაჩნდა დაცვა. შეხვდა კიდე მესამე. ასაკით უმცროსი წინ წავიდოდა. მერე კიდე შეხვდა მეოთხე, უკან დადგება. საბოლოო ჯამში რო გაივლიდნენ ეს შეხვდა რაღაც კონსტიტუცია სამხედრო რაზმის ფორმა მიეცემა. რომ ობიექტი არის დაცული, ყველა ობიექტი არის მთავარი. კი ბატონო, უფროსი ადამიანი. უფროსი ადამიანი და ესე კი არ გადადგილდებოდნენ ცხოვრებივით.
ნახირივით კი არ მიდიოდა ქართულობა ერთმანეთს რო შეხვდებოდა ისინი სამხედრო რაზმად ეწყობოდნენ ისინი გაჩერდებოდნენ პურს ჭამდნენ როგორც სამხედრო რაზმი იყო მეთაური იყო ახალგაზრდა რომელიც ყველაზე სახიფათო ადგილას მიმართულებიდან იცავდა ესე იგი ყველა ვარიანტში ის მხედრული წესი იყო გარკვეული ღვინოს რო დალევდნენ ღვინის ჭიქას ბოლომდე არ ავსებდნენ და იწყოდნენ ჭიქის თავი უფლისაო არ შეიძლება ჭიქის ბოლომდე დაცლა იმიტომ რომ იწყოდნენ ანგელოზი ფეხებს იბანსო განა ანგელოზი ჭირდებოდა ფეხების დაბანა განა უფალს ჭირდებოდა ჭიქის თავი მაგრამ შენ უნდა ისე დაგელია რომ არ დამთხოვო ეს ხო ზომიერების ის იყო არა პირველი გიმუშავებდა ხო აბა რა არ უნდა დამთვალიყავი და იმიტომ რომ შენ შუალ ხინის დროს შუა ქორწილის დროს დღეს რომ აღარ გვახსოვს და ამაყად ვიტყვით რომ აუ აღარაფერი მახსოვს გუში რა მოხდა არც პატრონს ახსოვს ვის დაპატიჟა ვის ხავს თუ იქნებ რა დაგმართეს გუში კაცო როგორ აღარაფერი არ გახსოვს და ხო და ის წინაპარი ამბობდა რომ შენ ისე უნდა სვა ზომიერად რომ შუალ ხინის დროს ტერი რო დაგეცეს იმის მოგერიება შეეძლოს განა ჩვენში წესი არ იყო დიდი ყანწები და შეჯიბრება მაგრამ თამათის გადაწყვეტილებით იქ ვიღაცები ბაგარი მსმელები ერთმანეთს შეეჯიბრებოდნენ და არა ის რომ სუფრა დამთვალიყო იმიტომ რომ სუფრაზე აუცილებლად რჩებოდა რაზმი რაოდენობა რომელიც მოიგერიებდა მტრის შემოტევას და ჩვენ არ ქონდა უფლება ძილად მისვლის დროს აი მხედრული კოდექსით განსაზღვრული იყო რომ 2 წყვილი ქალამანი და 3 დღის საგზალი უნდა ჩაელაგებინა ქართულს არსად არ მიდიოდა დილით მაგრამ შუა ღამისას ხუთზე კაცად რო დაუძახებდნენ და ზარის რეკვა ატყდებოდა მას არ უნდა ეძებნა საჭმელი 2 წყვილი ქალამანი საგზალი 3 დღისა ეს გამზადებული იყო და დედისად დავდე საჭმელი და ჩემი ფეხსაცმელი სად არის ესეთი რამე არ არსებობდა იმიტომ რომ შენ ვალდებული იყავი რომ ისე დაგეძინა რომ შუაღამისას ხუთზე კაცად დაძახებულს შუაღამისას სიბნელეში ჩაგეცვა იმიტომ რომ ვერ აანთებდი შუქს და ვერ ჩაიცვენდი არა სიბნელეში უნდა ცოდნოდა და ამას 5 წლის ასაკიდან ასწავლიდნენ და 12 წლის ასაკში მამისეულ პაპისეულ ბრძოლაში გამოვლილ ხანჯალს შეარტყავდნენ წელზე. მანამდეც ეკიდა ხანჯალი, მაგრამ მან უკვე გადაიბარა მამისეული, პაპისეული იარაღი და 15 წლისას უკვე გრძელი იარაღს ხმალს შეარტყავდნენ წელზე და ის დიდგორში იომებდა უკვე მარაბდავში მარტყოფში ის 15 წლის ბიჭი. 12 წლისა კიდე გამოვიდოდა ხეობის დასაცავად. და ეს წესი იყო მხედრული კოდექსი და ჩვენი მიზანი, ფრიდოლის მიზანი, აი წინაპრის მიზანი ქართული ჭიდაობის იდეა თვითონ ხრიდოლის იდეა შეიცავს იმას რომ ჩვენ აი ესეთი სახელმწიფოს მსახური შვილები გაუზარდოთ ქვეყანას ეს დაიკარგა ეს კოდექსი განსაზღვრავდა რომ შენ არ უნდა ბილციტყვაობა შენი წესი რომ არ იყო შენი წესი როგორი იყო როგორ დაგეძინა როგორ გაგეღვიძა პური როგორ გეჭამა უფროს როთთან როგორ მოქცეულიყავი უმცროსთან მტერთან მოსისხლესთან როგორ მოქცეულიყავი ქალთან როგორ მოქცეულიყავი ქალს დაარტყავდა ხა კაცი რაც არ უნდა ყოფილიყო შენ იმ ქალთანაც რომ არ შეგშლოდა შენ და მტერთანაც რომ არ შეგშლოდა შენ უნდა მოქცეულიყავი ისე როგორც შენ გეკადრებოდა და არა ისე როგორც მტერი იმსახურებდა ეს ქონდა ჩვენ წინაპრს გააზრებული სახში შემოსული მოსისხლე ის უკვე სტუმარი იყო და სტუმარმასპინძლობის ნეობა უფრო მაღლა იდგა ვიდრე შენი პირადი ბოღმა ან მტრობის წესი და ის მტრობის წესი განსაზღვრავდა იმას რომ შენ ის რა თქმა უნდა შენი სტუმარი იყო როგორ უნდა მოქცეოდ იმას ეს ყველაფერი იყო იმ წინაპრის მიერ დაწესებული და გაწერილი და დღეს ჩვენ ეს დავკარგეთ და დავკარგეთ სახე ქართველი კაცისა და ჩვენი მიზანი და იდეა და აი ბანაკების მიზანიც და იდეა და სკოლაში ბავშვები რატო ბავშვები ეს არის ყველაზე ხო და აი იმ სკოლაშიც აი იმ ბანაკებშიც როგორც ბრწყინვალე ცენტრი გააკეთა წინაპრისეულ ციხესიმაგრეში ბატონმა გიორგიმ და იდეა ზუსტად ის არის რომ იქ რომ მოვა ბავშვი და ბანაკად რო დადგება როგორც მარხვა არის ჩვენ ახლა არასდროს არ გვაქვს უფლება რომ ვიბილწით სიტყვავთ და უწმაწური სიტყვა თქვათ მაგრამ მარხვაში ვერიდებით და მე მარხვა რო ჩაივლის არა გვახსენდება რომ ეს არ იყოს სწორი და იქნებ საერთოდაც არა ვთქვათ აი ზუსტად იმ ბანაკის მიზანი ის არის რასაც ბატონი გიორგი უწევს ორგანიზებას რომ იქ რო ჩამოვა ბავშვი და თქვათ 10 დღე გაჩერდება თუ 2 დღე თუ 2 კვირა თუ 1 თვე გაჩერდება რომ გაჩერდება იმ ხნის განმავლობაში ხო იცხოვრებს ქართველებით აი იქიდან რო წავა მას გაუჭირდება რომ დაარღვიოს ის წესები რომელიც მას ბანაკში და კიდე რომ არ მოუდეს შემდეგ მე მინდა ვთხოვო ჩვენს სტუდიას რეჟისორს რომ გაუშვას კადრები ამჯერად ამ შემთხვევაში უხმოდ იმიტომ რომ ბატონ გიორგესთან მინდა ზუსტად აი ამ თემაზე გადავიდე და თან ეს კადრები ბატონო გიორგი აი როგორ რაღაცა იცით რომ მე მესმის ვინც ჩამოვა ვინც იქ მოვა ვინც საერთოდ ნების არა იმიტომ რომ ეხლა თქვენ და თქვენი გაკეთებული თქვენი აღორძინებული ეს არა აი ნებისმიერად გას ხსოვ ხა არ ვიცოდეთ და ჩვენ ჩავიდეთ
ძალიან ბევრს ნიშნავს უშუალოდ იქვე რომ ეცნობი. იქვე რომ გადიხარ ამ ყველაფერს. იქვე რომ მარტო ემოცია კი არა გაქვს, ფიზიკური განცდას ეუფლები. რაც ახლა ბატონმა ნუკრიმ ისაუბრა და მე ვფიქრობ რომ საოცარია, აი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ჯერ კიდე რამდენი რამე ვერ თქვი და ვერც ვიტყვით 1 საათში, 2 საათში. რაზეც ისაუბრა, პარალელურად ეს ყველაფერი იქ იმ ადგილას ყველაფრის საშუალება აქვს ადამიანს. რასაც ფიზიკურად გადის, ფაქტიურად იქ ხდება მას წიგნი. წიგნათაც სწავლობს. აი, პარალელურად ეს ადგილი გადის ახლა და მე მინდა მაყურებელს უთხრა რომ არ არსებობს შეხვიდე ამ ტერიტორიაზე დაწყებული, ვთქვათ, წინაპრის ისტორიიდან ავტომატურად დაინტერესდები რა არის ეს. რა მუზეუმია ეს რომ შემოვდივართ? რატომ არის ახლა მაგალითად აგერ უნიკალური კაცის ქართველი, რომელიც რა ვიცი, იაპონია მსოფლიოში იაპონელზე უფრო მეტად პატივისცემენ ხშირ შემთხვევაში და იაპონელები როგორ პატივისცემენ მას. იქვე არის სამჭედლო. აი რაღაც ბატონმა ნუკრიმ ისაუბრა, ხო? კი არ ჭიდაობს მარტო ეს ბავშვი. დავანებოთ თავი რომ ჭიდაობს, ავი მომეჩი ენერგია. სამჭედლო, პურის სხობა, აი რაც მე ვნახე. თითქოს ამ ყველაფერს ახვედრებ წიგნს. ანუ მას განათლებითაც მიდის ამამდე, იმიტომ რომ რაღაც სხვა არის და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენ კიდე რას ნიშნავს თქვენთვის. აი კიდე ერთხელ მინდა ამაზე თქვა შორის მე აქვე მინდა მადლობა უთხრა თქვენ ახსენეთ სკოლები და ახსენეთ ასევე ბანაკი. მე დარწმუნებული ვარ უკვე რატომაც ბანაკი ის რასაც თქვა სკოლებში ვერ მოასწრებთ პირდაპირ დაპატიჟებით და თქვი ჩამოიყვანეთ მინდა განათლების სამინისტროს აი აქვე ჩემი ხშირად დიდი კრიტიკის მიუხედავად და როცა რაღაცა კარგი კეთდება სულ ამბობდა ჩვენი მოსავალი წერტილიც ეს არის საქართველოს ტალღის სტუდიის მინდა მადლობა უთხრა იმ ადამიანებს იმ სკოლის პედაგოგებს დირექტორებს და მომავალში კიდე იმ ყველას განათლების ნებისმიერ მესორს ვინც ამას გაკეთებს ბავშვებთან ესე მიიყვანს და ვისთანაც თქვენ შეხვედით ბანაკში ჩამოსულს რა ელის ამ ბავშვს აი ეს არის იმიტომ აი ეს ადგილია სადაც ანუ რაზეც აი ხრიდოლის მთავარი კოდექსი ხო 365 დავანო აი ჭიდაობიდან დაწყებული დამთავრებული ჭედვა ცხენი არ ვიცი მე ეს ისტორია გაცნობა კულტურა მარანია აქ არის უძველესი მეფის ერეკლე მეფის დროინდელი მარანია ხო რომელიც თქვენ აღადგინეთ საოცარი იყო დაანგრეული იყო ყველაფერი მე არ მინდა უბრალოდ ეხა ძველი კადრები ვანახო და რაღაც მაგრამ აი რას უპირებთ ბანაკი იქნება მნიშვნელოვანი რომ თქვენ უკვე უშუალოდ ადგილის გვაქვს ესეთ სიტყვა ადგილის დედასთან ეპატიჟებით ამ ბავშვებს სადაც უშუალოდ გაიგებენ მათ შეუძლია დარჩნენ ხო და მათ შეუძლიათ იქვე გაეცნონ ყველაფერს ანუ ამ ყველაფერს დაყვება წიგნი ცოდნა და განათლება ეს ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებას ვერ მიაღწევ მხოლოდ რაღაც ფიზიკური დატვირთვით და იცოდე თქვა 300 თუ გინდა 60-ვე კანონი კოდექსი აქ არის აუცილებელი განათლება და რაც არ უნდა ოსტატი იყო და ჩემპიონი იყო და რა ვიცი ყველა ილეთი იცოდე რატომ აი ზამეს ბანაკი და კიდე რას თავაზობ რატომ უნდა მოვიდეს წინაპარში რატომ უნდა ჩამოვიდეს გარდა იმისა რომ ხაც არ ვიცი აი გაგეცინებათ თანხებზე საერთოდ არ აქვს საუბარი რამდენად მნიშვნელოვანია სკოლად ბავშვისთვის მაგრამ რატო ბანაკი რატო თავაზობთ იქ ურეთ აქ რა ხდება იცით როდესაც იქ ბავშვი ჩამოდის და თავისი ეცნობა ისტორიას თავისი თვალით ნახავს თავისი ხელით შეეხება იმ ისტორიას შეეხება. კი ბატონო, თუნდაც საბრძოლო იარაღს, თუნდაც სამოს, თუნდაც იქ ცხენზე დაждდება, ჭედვას მიიღებს მონაწილეობას. ასე შემდეგ ის გაკვირვებული არის რა, თქვენ მე ძალიან არ მეგონა და ვერ წარმოვიდგენდი რომ ბავშვებმა მობილურები ეს ინტერნეტი გადააგდეს რა 2-3 დღე რო იყვნენ აი ძალიან ცოტათ იშვიათად თუ მშობელს დაურეკავდნენ და რაღაც არ უყურებდნენ ამ ინტერნეტს ისე უკვირდა და ისე უხაროდა და ისე შეუყვარდათ რაღაცნაირად აი ეს თავის წინაპრების გადმოცემული აი ეს რაც იყო და რაც ნახეს თავის ჟაწვის პერანგის თავის ხმალაობას თავის ესე იგი ეს ყველაფერი რასაც იქნა ნახულო რომ დაინტერესდნენ ესე იგი ჩვენ ჩაუდეთ სიყვარული ჩაუდეთ ბავშვს მოზარდს რომელიც იზრდება და რომელსაც უკვე გაიგო და თქვა რა მაგარიაო
ის კი არა იქ რო უყურებს დაუშვათ და კი ბატონო როადის ინტერნეტი როს ქროლავს. ის საჭიროა კი ბატონო. მაგრამ მე უყურეთ რა ხდება როდესაც თვითონ უჩდება სიამაყის გზნობა რომ აი ეგეთი მაგარი მამაპაპა მყავდა რა უკვე იცის რომ მე ეგეთი მამაპაპა მყავდა ვინც ეს გადმოსა და აი როგორ შვებოდა და თვითონაც იცის და უკვე იმ მამაპაპის ნაწილი არის აი რა არის მამაში ისა შემდეგ როცა უკვე მე ვამჩნიე რომ როდესაც იყვნენ ისრაელიდან იყვნენ ბავშვები რა ჩამოყვანილი 28 ბავშვი იყო და აქ შილდელ ბავშვებს შეხვდნენ ერთად იჭიდავეს მოკლედ ეს იცხოვრეს ერთად გაიარეს მთელი ეს სამი ყველაფერი და რო წავიდნენ მე ერთმანეთთან დაძმაკაცდნენ მე უკვე ჩდება უყურეთ რა ხდება რახან ჩვენები ქართველები ამ ქართულ ისტორიის ნაწილში შედიან რო იმას უკვე აინტერესებს ქართველს როგორ არის ისრაელის იქ როგორ ხდება რა არის მათი საბრძოლო ხელოვნება როგორია მათი იტალიური რა არის იტალიური უყურეთ უკვე ისტორიულად იზრდება და რო იმასაც რო ადარებს უკვე ბავშვი ხო ის ხო მე ანსკრიფავს ინტერნეტში და უცბად ნახავს იქ რა რო და მე რო შეხვდება და უკვე ერთმანეთს უზიარებენ დიახ თავის სამშობლოზე შეყვარებული აი ამ ტრადიციიდან იმას რო ეტყვის რომ იქაურ მეგობარს უკვე იმის ისტორიაზე რო ეტყვის იმ ქვეყნის ისტორიაზე რო ეტყვის და იმ ქვეყნის წინაპარზე რო ეტყვის იმ დიდ საქმეებს და დიდ ტრადიციებს რითაც ამაყობს ის ქვეყანა რამხელა მეგობრობა არის ერთმანეთში ესე იგი ეს არის ის კი არ არის მარტო რომ ჩვენ გზას ჩვენ სიყვარულს ვაძლევთ ჩვენი სამშობლოს ჩვენი ტრადიციების და კიდე სიყვარულს ვაძლევთ იმ ჯამრთელი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია აი ეს რო ზოგჯერ ყოფილა რომ ომი და ბრძოლები ყოფილა ხოლმე მაგრამ კაიმტერი და ვაშკაცი მტერი უფრო დასაფასებელი და ბევრი დამეგობრებულო ჩვენს გვაქვს შიგნით ეს ისტორია კაცო კუთხეების და რა ვიცი ძალიან ბევრი ისტორია გვაქვს ასეთი ბევრი ქართველი რომელიც მტერი იყო ერთმანეთის დამეგობრებულან და სასწაული მეგობრები ჩვენ ხა კადრებს ვიყურებ და აი ეს არის სწორედ რამოდენიმე ნაწილად შედგება საკმაოდ დიდი ტერიტორიაა შილდა კიდევ ერთხელ მინდა ყველას უთხრა აუცილებლად ვის მოხდება აი წინაპარს ჩადით აი ამ გალავან წინაპრის გალავანში და საოცრება აი ეს არის ერთ-ერთი დარბაზი იორტა საჭიდაო და აი ნახავ დროშებს აი ეს დროშები ნიშნავს იმას რომ რომელ დროშასაც თქვენ ახლა ხედავთ აი ნახეთ თითქმის მთელი მსოფლიოა ყველას მონაწილეობა მიღებული აქვს ყველასთან თანამეგობრობის ხელი გასწულია და აი ეს არის სწორედაც რომ იწყება ეს რასაც ბატონი გიორგი საუბრობდა რომ ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ერთმანეთში უკვე მიდის როგორც აქ ჩამოსული ტურისტი მოჭიდა ვინც ბავშვი რომელიც იჭიდავა წავიდა ასევე ჩვენთან დახვედრიდა ვინც ქართველი ჩავიდა ეს ავტომატურად იწყებს პოპულარიზაციას თავისი ძირძველი ისტორიის სწორედ ეს არის და აი ეს მართლა ხდება აქ და საოცარი ადგილია ბატონო გიორგი აქ არის ერთი კიდე მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენ დაუბრუნდეთ უკვე სტუდიაში ერთი მნიშვნელოვანი მომენტია კიდე რაც ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ აი ეს რამდენს არ უცდია და რამდენს არ გაუკეთებია და მესმის ახლა ნებისმიერი ჩვენი მაყურებლის თავშიც ახლა ავტომატურად გაიფიქრებ რა ყველაფერი არ დაკავშირებული მაინც ფინანსებთან ყველაფერი დაკავშირებული რაღაც იცი რა ამის დრო ახლა არ არის ქვეყანა რა დღეშია მესმის არა მით უმეტეს რას დღეს ჩვენს ირგვლივ ხდება ხო რაც ჩვენს ირგვლივ ხდება დღეს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით დაიღე და ნებისმიერი ქვეყანა გაგანია ომი ამ თელ მსოფლიოში და ეს არ არის მხოლოდ ომი ფიზიკური, არამედ აქ მიდის უკვე ხო ხედავთ რა რაღაც კონსერვატიული ძალები და მაგრამ ეს ყველაფერი ხდება იმ დონეზეც რომ ქართული შენი ქვეყნის სუვერენიტეტის თემაც წამოდის და სუვერენიტეტი არ არის მარტო ტერიტორია, არის რაღაც შიგნით, ხო? შენი სულის ნაწილი. კიდე უბრუნდები, განათლებაც არის სწორედ ერთ-ერთი ბავშვს თუ ბავშვობიდანვე არ აღეძრა ამ ყველაფრის მიმართ ინტერესი რაც ბატონმა უკრემ თქვა ხრიდოლი გაიგებს ნახავს კი ბატონო როგორც კი მაგარი ეფექტი აქვს ფარიკა უბასა ქართველებისთვის მაგარი ეფექტი აქვს მარტო ამერიკელები სუხიშურების კონცერტზე მთელი ამბავია საქართველოშიც რომ ვიღაცა ნახოს და უთუს ბირიქეს რომ დაესრო მაგრამ
სწორედ ის ნაწილია, რომ დღევანდელ ვითარებაშიც კი, მობილურის ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, დამახინჯებული ისტორიის ეპოქაში, შილდაში ჩამოდის კაცი, ბავშვი. ანუ განათლების რამხელა როლია განათლებას, რომ ბავშვობიდან იცის ის, რაც მე გავიგე ახლა თუნდაც ბატონი ნუკრისგან და რაც მე ვნახე შილდაში რომ ჩამოვედი, არ ვიცოდი, არც ნამყოფი არ ვიყავი. აი ხო ხდები როგორ რაღაცა. უმნიშვნელოვანესი არის ჩაიდოს საფუძველი, მარცვალი ჩაიდოს განათლებაში და მართლა ჩამოვიდეს უშუალოდ, იმიტომ რომ გადამცემია. აი როგორ ხედა პერსპექტივა მინდა ვთქვა. აი რა პერსპექტივას ხედა ვთქვა. თუ ყველაფერი ესე განვითარდა, ორთავეც მინდა ეს კითხვა დაგიცვათ. კი მესმის თქვენი დარგი ხა ვერ გამოყოფ ესე მაინც ჭიდაო, მაგრამ თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი ხარ თქვენ ყველაფერზე, იმიტომ რომ შეხვედით, დაბრუნდით. უსხო ქვეყანაში ცხოვრობდით საკმაოდ კარგად, თქვენი შრომით, თქვენი რა ქვია, ღვაწლით თუ როგორც არის, დაბრუნდით ამ ქვეყანაში და თან იმ დროს დაბრუნდით და იმ დროს დაიწყეთ ეს ყველაფერი, მართლა ჭირდება. მთელ მსოფლიოს ყველა ქვეყანას ჭირდება დღეს გადარჩენა. და ტრადიციულ ქვეყანას კიდე მით უმეტეს, რომელიც ესეთ ვითარებაში ვარ და შილდა სადაც არის, სადაც წინაპრის ეს გალავანი აღადგინეთ და სადაც ხარ, რა ვიცი, ისტორიულად თუ ვინმეს ახსოვს, რაიმე შემოსევა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური იყო სწორედ ბანკ მხრიდან და აღარაფერს დავიწყებ და თან ერეკლე მეორეს როგორ ვთქვათ კი საქართველოა მთლიანად მაგრამ ერეკლე მეორეს ძირძველი ადგილია და ნასახლარია და აი აქ ხდება აი აქ ეცრობა ის ბავშვი აქ ციგნიც აქ ხმალიც და კარიმთავარი შემართება და ნება აი რამდენად ხედავთ პერსპექტივაში ნებას პოლიტიკურს ადმინისტრაციულს არ ვიცი როგორ ვთქვა მე შეიძლება დავთმო სახლი ჩემი ფიზიკურად ჩემი კერძო საკუთრება დავთმო და ვთქვა ბატონო გია ბატონო ნუკრი ვენდობი თქვენს პროფესიონალის ამ საკითხში და მე ვთმობ ამას მაგრამ არის კიდე რაღაცა რაც საერთო ჯამში უნდა ერთად შედგეს ხელისუფლება იქნება ოპოზიცია არ ვიცი ვიზამ პოლიტიკური ნება კიდე შემთხვევით ესეთ პირობებში პერსპექტივას როგორ ხედავთ რომ აი ღმერთმა მოგცეთ გამძლეობა და არ ვიცი მე აქ ყველაფერი არის დამოკიდებული მაინც ბევრ ამაზე სულისკვეთება აი პერსპექტივას როგორ ხედავთ რომ მე ძალიან მინდა რომ გაგზელდეს აი ეს ბავშვი რასაც ჩაეჭიდეთ მე ვფიქრობ რომ ეს არის გადამრჩენელი იმ ზემოთ ასულ არ ვიცი მე პოლიტიკოსნება იქნება თუ მამასთან მივა ის თუ ბიზასთან მივა ის თუ იქ მივა მაინც მგონია რომ ის აი მას ბავშვი ვერ და აი რამდენად ხედავთ პერსპექტივას იმაში რომ ბავშვები აღორძინდეს ეს ყველაფერი და რამდენად ხედავთ პერსპექტივას იმ საქმეში რასაც თქვენ აკეთებთ რას თქვენ დაიწყეთ აი მაგაზე ხარ რავარი ნაირი პასუხი შეიძლება იყოს და აი ერთადერთი რომ მე თვითონ იქ რო ვარ და დაუშვათ ბავშვი რო ნახულობს ამას ის რაც მე ვნახე რაც მე შევიყვარე ხო რაც მე გამახსენდა ესე ვიტყვი და ბავშვი რო ნახულობს და აი რო იძახის ორ სიტყვას ვა რა მაგარია აი ხარ რო გძნობ აი გეგონება აინთო რა აი რაღაცა ის აი მე ისე უყვარდება აინტერესებს აი ესე იგი ის მიაქვს აბა ეს როგორ აბა მოდი რა არის მე და ინტერესდება და უკვე შედის და უკვე ყალიბდება ანბანს სწავლობს ქართულ ანბანს სწავლობს რა მე ის ბავშვი შეიძლება უკვე გახდეს ექიმი გახდეს სხვადასხვა პროფესიის კი ბატონო გახდეს ხატვარი გახდეს პოლიტიკოსი გახდეს სპორტსმენი წარმატებული მაგრამ ეს ანბანი აქვს უკვე ეს იცის უკვე ანბანი ადამიანს ჭირდება ესე იგი შენი წინაპრის სიყვარული შენი მისი შთამომავალიც შენახარ ეს სიყვარული აქვს ეს აუცილებელი არის რა და ეს ყოველთვის გამოადგება ეს ცხოვრების აუცილებელი იარაღი არის ეს თუ არა გაქვს ვერსად ვერ იმას აქედან გამომდინარე როგორც გითხარით მაშინ რომ რაც შეეხება პერსპექტივას ინტერესების სხვა ქვეყნების ისტორიას უკვე იცი სხვა ერის წარმომადგენელს ან სხვა ერის კოლეგას ან სხვა ქვეყნის რაზე ელაპარაკო იცი რითი ამაყო მით უმეტეს ქართველი ხარ მით უმეტეს შენ გაკ ტრადიციაში სტუმართმოყვარეობა გიყვარს ეს
სტუმართ მოყვერობა, რომ ჩამოვა სტუმარი და რომ დახვდები და რომ მოუყვები და რომ იამაყებ და ორ სიტყვას რო ეტყვი უკვე იმას შენ იმ თავის ქვეყანაზე ისეთი რომელიც იმას ძალიან ესიამოვნება ეს უკვე წარმოიდგინე მეგობარი შეიძინე მე მქონდა ეგეთი შეხვედრა აზერბაიჯანელებთან ჩამოვიდნენ ბიზნესზე ლაპარაკობდით ამ ბიზნესზე საუბრობდით და იყო ოფისში მოსული და ნახა ქართული ჭიდაობის ესენი ბროშურები და დაიწყო საღებავებზე უნდა გველაპარაკა და დავიწყე მე ახლა ქართულ ჭიდაობაზე და მოკლედ ველაპარაკე შეგეცვალე და მე ყოლე ეს მალაპარაკე და შეეცვალა ბიზნესი იდეა ბიჭო ჩვენცა გვაქვს ჭიდაობა და გეხვეწებიო რა გავაკეთო საგვასწავლიო როგორი მას ავქნათო და აი ყო იქ ამას დაუძახებ ამას სპორტი მაღალ დონეზე აქვს მაგრამ მაგხრივ ძალიან უჭირდა აი გეხვეწებითო რომ მაგაში გამიწიეთო ისაო როგორც ჩვენი ცხოვრების ნაწილია ყველა დღეობების და ასე იქ ეგრე არ არის დაკარგული აქვს და ხო აი ეს ამას დიდი მნიშვნელობა თურქეთში არა თურქეთში ძალიან მაღალ დონეზეა და აი აზერბაიჯანში ჭირს აი ბატონო გრე თქვენ თვითონ თქვენც მინდა კითხოთ ეს იმიტომ რომ ეხა მესმის შეიძლება ერთი რაღაცა დანახული სიუჟეტით თუნდაც ერთხელ ჩასულით ვერა მაგრამ აი მე მაინც აი რატომაც მგონია რომ თავარი ხელშასაჭიდი მართლა არის ბავშვები იმიტომ რომ და განათლება ეხა კი არის აი კი ისეც რომ გახდეს საჭირო უნდა აი იმიტომ რომ ის ბავშვი იქიდან წასული ბავშვი ხა რაც ბატონმა გიორგიმ თქვა ეხა თქვენ უკეთიცით ხო ერთ ადგილმდებარეობაზე ანუ თითქოს ენერგიულადაც ემოციურადაც იხარჯები და თან იმდენ რაღაცას გებულობ რომ ეხა დღევანდელ დღეს რომ შენ მიაღწიო იმას რომ სადაც ბავშვები შეიკრიბებიან 2 დღით და ტელეფონს გადადებენ და ეს მართლა ესე ხდება იმიტომ რომ მე ვარ და ჩვენ რო ვიყავით ჩასულები როგორ ვარ დამოკიდებული ტელეფონზე ყოველთვის თავიდანებო ინფორმაციაზე ვარ დამოკიდებული მე რო ვიყავი ჩასული მე მაგალითად ცოტნე და თემური ჩვენი მეგობარი მართლაც ტელეფონი არ გამხსენებია აი მართლაც იმიტომ რომ რაღაცა ერთ ადგილას იყო მომენტები არ იჭერდა ტელეფონი და გავიფიქრდეო საერთოდ რა დროს ვინც არ უნდა დამირეკოს მეთქი მაგრამ მით უმეტეს ბავშვებისთვის ეს როგორი რაღაცაა და კიდევ მიდივარ იქ რომ თითქოს აი ეს შინაგანი კონსტიტუცია თუ ყალიბდებათ ეს თან საამაყოა რა ეხა ენერგიულადაც იხარჯება ჭიდაობს ბავშვისთვის ხა ჭიდაობა და დაღლა რა არის წარმოედგინე თუ უნდა ბურსას ითამაშებ ცხენზეც დაждდება მართლა ნამდვილ ხმალს ნახავს იქ აბჯერებია გაკეთებული არ ვიცი აი ყველაფერსა და კავკასიური ნაგაზებია ბატონ გიორგის იქიცით და ამას რომ ხა მეც შემთხვევით ასე სულ მინდოდა საშენები რომ უყურებდი ხოლმე ტელევიზორში და სულ მინდოდა რამხელა ეფექტია ხო ცხენია და უზარმაზარი ბევრი რამეა და მე მაინც მგონია რომ აი თქვენ როგორ პერსპექტივა არის თუ არა დღეს პერსპექტივა იმის რომ კი აი ამ ბავშვებს სწორედ ამ იდეას უნდა დავაგდნოთ იმიტომ რომ გამორიცხულია ის ბავშვი რომ მივა იმ მამასთან დედასთან თუ შეძლებული არ არის ის ვინც არ არის შეძლებული მშობელი იტყვის რომ სკოლაში რომ ჩაუტარეთ და გააგიჟეთ ბავშვი მე ხა ბოლომდე მიხედეთ და აგერ ბავშვს უნდა გამოვიდეს ესა და როგორ ხედავთ რამდენად ხედავთ თქვენ პერსპექტივას რომ აი სწორედ ბავშვებია პირველი მარცვალი რომ აი ეს ყველაფერი ჩვენია რა ეს არის რაზეც დგას და დღეს ყველაზე მეტად ჭირდება მე მგონია რომ დღეს ყველაზე მეტად ჭირდება არა მხოლოდ საქართველოს და მით უმეტეს საქართველოს ერთ ტიპის ქვეყანას ძირძველი ტრადიციების აი ამ რაღაცა ჩამოყალიბებული იდენტობის ამ იდენტობაზე დაფუძნებულ იმ ერთ-ერთ მიმართულებას რომელსაც თუნდაც ქვია ხრიდოლი ძველი ქართული ბრძოლა აი ახლა ის რაც შილდაში არსებობს ეს აი ჩვენთვის არის რაღაცა ამერიკა რო აღმოაჩინეს და ახალი მიწები იპოვეს აი ესეთი რაღაცა ჩვენთვის ხრიდოლისთვის ჩვენი მხრიდან დანახულს გეუბნებით კი ბატონო ხრიდოლი ბანაკებს აწყობს 98 წლიდან 98 წლის ზაფხულში მოაწყეთ პირველი ბანაკი და ეს არის ტრადიციული ბანაკები იმ დროიდან მოყოლებული აი რამდენი წელიც გავიდა ალბათ 29 წელი ალბათ 30 წელი გავა მალე უკვე მოაწყეს რომ პირველი ბანაკი დავგეგმეთ ჩვენ და ესე 98 წლის ზაფხულში იყო პირველი ბანაკი და ეს ბანაკები ყველა იყო ტრადიციული ჩვენ ვცდილობდით რომ კარვებით რა ქვია მდინარის პირებზე ტყეში რაღაც ციხესიმაგრეების მიდამოებში, სალოცავების მიდამოებში
ვცვლიდით ამ ჩვენ მდებარეობას და ჩვენ რო ესეთი ბედნიერება გქონოდა რაღაც დღეს არის შილდაში არ ვიცი სად ვიქნებოდით უკვე დასულები იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ამ ბანაკებს სულ ვაწყობდით და წელს ქონდა ჩვენ პირველი ბედნიერება რომ ეს როცა ბატონმა გიორგიმ ამას გაუკეთა საბოლოო ორგანიზება და სახე მისცა და მორჩა იწყება ეს ამბავი და ბანაკები უნდა გაკეთდეს ჩვენ რაც გაგვიკეთებია ბანაკები ამ 30 წლის განმავლობაში თითქმის რაც გაგვიკეთებია ასეთი ორგანიზებული და ყველაფერი თავის ადგილზე როა ყველა რესურსით ყველა არ ქონია ესეთი რაღაც და ეს ხო ჩვენთვის ბედნიერება იმიტომ რომ ჩვენთვის რა იყო მთავარი ჩვენ გვჭირდებოდა ადგილები რომელსაც დავათვალიერებდით ბუნების ძეგლი რასაც ქვია ხეობა დინარით კულტურული მემკვიდრეობა ეკლესიები და ჩვენ ეს მივიღეთ და წავედით ავყევით ჩელტს შილდა ეს ციხესიმაგრე პირდაპირ დინარის პირას არის ავყევით და იმ ხეობას და იქ დინარეში ვიბანავეთ და დინარეში ჩანჩქერში და აი მორევებში და იმაში იქ მოხუთი საათი შეიძლება რომ ბუნებრივად მოხვედრილი ყავი რაღაც და ეს ხო უკვე ერთი და ეს გვჭირდებოდა ჩვენ და ამას ვაკეთებდით მაგრამ ეს ორგანიზებულად იყო მეორე რა იყო ჩვენ გვჭირდებოდა ისტორიული ძეგლები რომელსაც დაათვალიერებ და წინაპრის ნაკეთებს და ნაუმარს შეეხები და შილდა ამ ხრივაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ეს არის სასაზღვრო სოფელი შილდის თავზე გადის დღესაც სახელმწიფო საზღვარი ისტორიულადაც ასე გადიოდა ამ ხეობას მოსდევდა ამ ტერი და აქედან იყო მთელი ლეკიანობა და სამხრეთიდან თათარი და ქეციქიდან ლეკი უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში ვიყავი და ეს ისტორია აქვს შილდას შენახული თვითონ არის შილდა ამ გამძლეობის მაგალითი სოფელი შილდა და ის ციხესიმაგრე მithumedes და ჩვენ წავედით ავყევით ხეობას ამ ბუნების ძეგლსაც შევეხეთ ისტორიულ ძეგლებს იმ ეკლესიებს მე ამ ყველაფერს ყვები და ამას განიცდი ადგილზე ეს აქვს შილდის ციხესიმაგრეს ამ როგორც ბანაკს იმის გარდა ჩვენ ვიღვიძებდით და ვიცოდით რომ სადმე კი არ უნდა წავსულიყავით 10 მეტრი უნდა გაგვევლო და აი ჩვენ ნახეთ ახლა კადრები დიდებულ სპორტულ დარბაზში შესულიყავით და გვევარჯიშ ესე იგი დღის განმავლობაში რამდენჯერაც ჩვენ დაგვჭირდებოდა იმ ორგანიზებულის გარდა რომ დღეში ორჯერ აუცილებლად იყო ეს ორგანიზებული ვარჯიში ხალიჩაზე იმის გარდა ბავშვებისთვის იყო გასახანი სადაც ფურცაც კი ითამაშებდნენ იციც გილავებდნენ იჭიდავდნენ და დაცულები არიან იმიტომ რომ სულ ხალიჩით არის დაფარული იქაურობა საჭიდაო ხალიჩით და ეს დაცულობას ქნის კიდე ჩვენი ბავშვებს და არ ნერვიულობ რომ ცუდად არ დაეცეს იმიტომ რომ იქ ფეხბურთსაც კი იქ თამაშობდნენ და იმიტომ რომ უზარმაზარი ტერიტორიაა და იმ ხალიჩაზე ბურთის თამაშიც ჩვენ სხვა წყობდა და ბავშვებისაც კიდე ერთი ის იყო იმის გარდა თვითონ სასტუმრო მისაღები სადაც აი ეს კადრებიც გამოჩნდა, სადაც მარანია, სადაც ბუხარია, სადაც სამზარეულო მოწყობილი, იქ იყო ეს სამზარეულო მოწყობილი და თუ იქ წინაპარს საუკუნეების განმავლობაში მithumedes სამეფო ოჯახს, ბაგრატონთა სამეფო ოჯახს შეეძლო რომ პური ეჭამნა და ის წესები დაეცვა, რაც უნდა დაცულიყო, ეს ბავშვებიც ამ გარემოში აღმოჩნდნენ. ამ სამჭედლოს, ამ ცხენების, ძაღლების, მდინარის, ციხესიმაგრის ყველაფრის ერთად შეყარა ჩვენთვის იყო ძალიან დიდი ოცნება. ეს შილდის ციხესიმაგრე და აი ბატონმა გიორგიმ რაც გაუკეთა ეს ჩვენი ახტენილი ოცნება აღმოჩნდა, იმიტომ რომ ჩვენ ბანაკებს და სპორტულ შეკრებებს სხვაგანაც ვაკეთებთ წლის განმავლობაში, მაგრამ შედარებაც და არსებობს შედარებაც, იმიტომ რომ ეს არის სასწაული ჩვენთვის, იმიტომ რომ ყველანაირად რომ ადამიანი არის დაცული, არის გალავნის შიგნით, არის საჭიდაო სივრცე, ფეხბურთსაც კი რო ითამაშებს იმ არაერთი იმ დაცულ სივრცეა, სადაც სპორტის ნებისმიერ სახეობას ჩაატარებს. ეს ყველაფერი იქ ისე არის მოწყობილი და აწყობილი ერთმანეთზე, რომ ჩვენთვის აი მე ვამბობ 30 წლის წინ დავიწყეთ ეს ყველაფერი და ეს ბანაკები და ეს არის ახტენილი ოცნება. მე მეორე, აი თქვენ გახსოვთ რომ პატრიოტთა ბანაკების იდეა როცა დაიბადა ეს ერთგვარად საბჭოთა დროს თუ იყო პიონერთა ბანაკები, ნუ სპორტული ბანაკებიც ასე გადაერქვა და აი ახლა ეს როცა გააკეთეს პატრიოტთა ბანაკები, ესეთი შემთხვევა ქონდა რომ ჩვენ ყავდა ჩამოსული ფერეიდნელი სტუმრები და იყო საშუალება რომ ის ფერეიდნელების ჯგუფიც პატრიოტთა ბანაკში მოხვედრილიყო და როცა ჩვენ ეს ვაგვჩვენეთ კადრებით ვაჩვენეთ
ჩვენ კი არა ჩვენ ახლა მასთან შეხება არ ქონდა მაგრამ შესაბამისმა სამსახურმა თქვა რომ აი ჩვენ შეგვიძლია რომ ხრიდოლი მას პინძლობს ამას და ჩვენი მხრიდან პატრიოტთა ბანაკში თავაზობთ ყოველგვარი და ფინანსი ფულის და თანხის გადახდის გარეშე თქვენ ამ ბანაკში მოხვდებით და ჩაურთეს ნახევარსაათიანი ეთქვა რომ ახლა ჩართეთ დაახლოებით ეგეთი სიუჟეტი პატრიოტთა ბანაკისა ფერიდნელები რახან ტრადიციული გარემოდან იყვნენ მოსულები იმიტომ რომ იქ ბევრად უფრო კარგად არის ბევრი რაღაც შენარჩუნებული ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე ტრადიციულიდან გარემოდან მოსულმა ადამიანებმა როგორც კი დაინახეს ეს ნახევარსაათიანი ფულის ახლოს უყურეთ თქვენს რომ არა ჩვენ იქ ვერ წამოვალთ ჩვენ გვჭირდება სხვანაირი გარემო იქ რაც ხდებოდა იმ პატრიოტთა ბანაკში ის თანამედროვე ბანაკია სოფლიოს ნებისმიერ წერტილში ასეთი ბანაკია მაგრამ ის ქართული გარემო არ იყო და ის სიშიშვლე ის კონტაქტი ის რაღაცები არ მოეწონათ ამათ თქვენს რომ ჩვენ ეგეთი ბანაკი არ გვინდა და ჩვენ მაშინ ამის შანსი არ ქონდა რაც ბატონ თორე ახლა ამას შესანიშნავად გამოიყენებდა და აი ბატონ გიორგის უკვე მაშინ რო ქონოდა ეს გაკეთებული მაშინ აღმოჩნდებოდა რომ აი ზუსტად იმ ფერეიდნელი არც ახლა არ არის გვიან თუ ფერეიდნელ ქართველებთან და იქნება კიდეც ეს ამბავი რა და აი ახლაც ვიყავით ჩვენ ერთი კვირის წინ დღეობა ხატობაში და ფერეიდნელებით შემოგვიერთდნენ და იყო ცრემლი და იყო ამბავი ოღონდ ის ტრადიციული გარემო იყო ჩვენთან ერთად იყო და აი ეს ჩვენ რო ეს ამბავი მაშინ ქონოდა იმ ფერეიდნელი ქართველებისთვის შეგვეთავაზებინა აი ეს რო გვეჩვენებინა ისინი წამოვიდნენ სიხარულით მაგრამ პატრიოტთა ბანაკზე თქვენს უარი იმიტომ რომ ტრადიციული ხო ნუ დაინახეს რომ ადამიანისთვის ეს ცოტა უცხო რაღაცა ხო და ვიღაცისთვის შეუულებრივია მაგრამ მათთვის ეს უცხო აღმოჩნდა ხო თავიდანვე ხრიდოლიც ამას ეძებს აი ქართულ ჭიდაობასაც ეს უნდა ჩვენი ასოციაცია წინაპრის მიზანი ეს არის ხრიდოლის ფედერაციის მიზანი ის არის რომ ჩვენ ვართ ესეთ მრავალფეროვან სამყაროში მოხვედრე ვცხოვრობთ სამყაროს სამყაროში სამწუხაროდ აი ესეთი ტრადიციული გარემოსთვის არ იყო აქამდე ესეთი ადგილები ქართული საპატრიარქო აქვს კიდეც ჩვენ საპატრიარქოს და ეკლესია აწყობს მსგავს რაღაცებს მაგრამ იქ შეიძლება უფრო რელიგიური ადამიანები ხო მაგრამ ესეთი ინფრასტრუქტურა ესეთი დიდი მასშტაბი მრავალფეროვნება ქართული მრავალფეროვნება ისტორიულ ტრადიციული აქ არის არ არის და მე ვამბობ აი სრული პასუხისგებლობით ვამბობ რომ საქართველოში რაც დღეს შილდაშია გაკეთებული და რაც წინაპარმა გააკეთა ასოციაცია წინაპარმა გააკეთა დღეისათვის საქართველოში ასეთი არ გვაქვს მიუხედავად ისა რომ სხვადასხვა სკოლებს აქვთ ამის ცდელობა ჩვენ დედა ეკლესიას აქვს ცდელობა მაგრამ ეს ერთდროულად იყოს საჭიდაო სივრცე შვილდიც ისროლოს იფარენით იჯერითოს ჭედვა ნახოს დარჩეს ბანაკი რამოდენიმე შენობა ნაგებობა სადაც სპორტსმენები დარჩებიან და ასე შემდეგ ჩვენ ახლა უბრალოდ არ არის ეგეთი მეორე არ არის მე ბოლოსკენ მინდა ასეთი კითხვა დავსვა და შეჯამებისთვისაც ასეთი რამ თქვა და ბატონ გიორგის დაუსვა ეს კითხვა ჩვენ უბრალოდ დღეს ვერ ვისაუბრეთ და არ ვისაუბრეთ პერსპექტივაზე საერთოდ აქ არა მხოლოდ ბავშვებზე საუბარი, არამედ დიდ ადამიანებზე, უბრალოდ საუბაზეცაა საუბარი. აქ არ გვისაუბრია ტურისტებზე, რომელსაც უბრალოდ შეუძლიათ. მე ჩემი კითხვა სწორედ ეს იქნება, რომ ერთი ბატონო გიორგი, რა პერსპექტივა, აი თქვა, რას აპირებთ კიდე რა, ესეთი გეგმებია სკოლების თემა მესმის და შეიძლება თქვენ და კარგიც არის რომ გადაერთოთ ხა სკოლებზე ან ბანაკებზე, მაგრამ რამდენად არის კიდე რა არის კიდე პერსპექტივა რომ რამდენად შეუძლია მაგალითად ახლა ტურისტული სეზონია ძალიან ბევრი ადამიანი კახეთისკენ მით უმეტეს საკმაოდ ისეთია ეს მხარე ხო პოპულარულია მე არ მინდა რომ მარტო მაინც და მაინც გვინით და თქვათ რაღაცა იმიტომ რომ შილდაში ჩამოსვლელი ადამიანი შეუძლია თუ არა ჩორბურ ადამიანებს რაღაცა ჯგუფებს ტურისტული ჯგუფი იქნება ეს თუ რაღაც რომ ჩამოვიდნენ ხა მით უმეტეს არაერთი ღონისძიება თქვენგან გაკეთებული, ვიცი რომ ამაზე არ საუბრობთ. არაერთი ღონისძიება ჩატარებული. აი ხა ბოლოს სიუჟეტ ჩვენ დავამთავრეთ აი ისრაელის ტელევიზიამ გააკეთა და ბავშვები რო იყვნენ ჩამოსული, რომელიც თქვენ ახსენეთ ისრაელის ბავშვები, სკოლის მოწაფეები ისრაელიდან. მაგრამ ბევრი რამ გაქვთ გაკეთებული. ეს ადგილი ბევრმა ცნობილმა ადამიანმაც იცის. ძალიან კარგად იციან და აქ არიან ნამყოფები არაერთ ღონისძიებაზე თვითონ პოლიტიკოსების აში, მაგრამ რა არის კიდე პერსპექტივა? შეუძლია თუ არა ჩვეულებრივ მოკვდავებს მაგალითად რომ აი ნახონ, რა ვიცი, ვიღაცას სტუმარი ეყოლება გერმანელი, ვიღაცას სტუმარი ეყოლება ამერიკელი, ვიღაცას შეიძლება სტუმარი კი არა, ბიძაშვილის წამოყვანა უნდა და მე აგერ ჩვენ მეგობრებს უთხარი რომ წამოდით, მე უთხარი, მით უმეტეს ჩვენც ვაპირებთ და მადლობა მინდა აქვე გითხრათ კიდე ერთხელ რომ საინტერესო სტუმარს ჩავწერთ თქვენთან.
ისტორიკოს ჩავწერთ, გვინდა რომ ჩავწეროთ თქვენთან იმ ადგილას, ერეკლე მეორეზე ილაპარაკებს ადამიანი ზუსტად იქ, სადაც ხდება. მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ხდებოდა საერთოდ ამ ბოლო დროს ერეკლე მეორეზე და რაც ატეხეს ამ ლიბერალებმა და ნეტა მაშინ ყოფილიყო ისაშუალება, აი ეს ბავშვები სხვათა შორის, ვინც შილდას გაივლის, ხო ჭიდაობის სახელით გაივლის ვითომ. გამორიცხულია მაგ თაობაში, შემდეგ ვინმე მიქონიოს გავლენა ისე, რომ ერეკლე მეორეზე რაიმე აუგითქვან. ესეც ერთი მარცვალია. რა პერსპექტივაა და რამდენად შეუძლია სხვა ადამიანებს ჩამოვიდნენ, წინაპრის კარები გალავანი გაიღოს და ნუ ჩვეულებრივი დამთვალიერებისთვის იქნება ეს თუ რაღაცა ტურები იქნება თუ რაღაცა შემოვიდა და ნახონის რაც რა ვიცი თქვენ არ ჩერდებით არ იშურებთ არაფერს მე მესმის მაგრამ სანამ კიდე ბევრი რამე გაკეთება და გახდება ცნობილი რამდენად ნუ ტაძრებიც არის აღდგენილი იქ თქვენი მხრიდან არ ვლაპარაკობ ეხა არ ვამბობ აი ეს ადგილები მონაკვეთები რომელიც თქვა ის ბავშვი მიდის იქ გალავანს კი არ ნახულობს მარტო აღდგენილი ტაძარია რამოდენიმე ჩაზირული ტაძარია რომელიც აღდგა იქ მდინარეა რა ვიცი რაფტინგით თუ არა ვიღაცა მდინარის მოყვარული ხალხი წამოვა და იმ გზას გაიარეს რაც ჩვენმა წინამორებმა გაიარეს აბა რო იბრძოდნენ ეხა იქ არ იყო ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები თუმცა თქვენ ამის პირობებიც გაქვთ იქ შექმნილი ბავშვები იქნება თუ გუნდი იქნება რო ჩამოვიდეს რომ კადრებში ნახა და ჩვენს გადავიღეთ 10 და 20 მოწაფე სპორტსმენის დარჩება ჩვეულებრივად თავისი საცხოვრებელი, თავისი რა ქვია, სავარჯიშო კომპლექსით, გასახდელებით, რა ვიცი, დუშით და ყველაფრით. ანუ მართლა არის უნიკალურ დონეზე აყვანილი ისტორიული ნაწილი. დიდი ბევრი სასტუმრო შეიძლება ვერ მიაღწიოს ამ დროს. რა პერსპექტივაა და რამდენად შეუძლია სხვა ადამიანებსაც მოვიდნენ? მან ისევ და ისევ შეიძლება აი ახლა მაგალითად დამეკავშირდა ერთ-ერთი დიდი გვარი და უნდა ჩამოსვლოთ თელ საგვარეულოს გვინდა ჩამოსვლა, იმიტომ რომ იმდენი ვართო და ბავშვებიო ერთმანეთს არ იცნობენო. და ესეთი ეს არის რომ დიდები მშობლები გამოიყვანა თავიანთ შვილებს და მოსართულიანში ეს თელი საგვარეულო ბავშვები რომ ერთმანეთთან დაახლოვდნენ, ერთმანეთი გაიცნონ და აგერ 4 დღით მეზია რომ ყველა იმ ხელოვნებას რასაც ვაბლობ. ხელოვნებას და ერთმანეთი თვითონ ეს კომუნიკაცია კონდეს ამ ზოგი თბილისში ცხოვრობს, ზოგი სვანეთში ცხოვრობს, ზოგი ქუთაისში ცხოვრობს და ახლა რომ ბავშვები ერთად ორსაწოლიანში ბიჭები იქნებიან, გოგოები აქეთ მოკლედ ისინი დაახლოვდებიან. ერთ-ერთი აგერ მოდიან საგვარეულო მოდის. რა თქმა უნდა ტურისტებისთვის არის კარები კი ერთდღიანი ტურები არის, ორდღიანი ტურები არის. რა თქმა უნდა, კიდე ჩვენ ვაპირებთ ხრიდოლის ფედერაციასთან ერთად, რომ დაუშვათ, რომ ჩამოდის ბანაკი, ჩამოდის 20 ბავშვი, ხო? აქედან იქნება 4 ხრიდოლის ბავშვი. რომელსაც გავლილი აქვს რამოდენიმე წელიწადი. ასევე იქნება საპატრიარქოდან ორი ბავშვი ერთმანეთს რო გაუზიარო თავიანთი გამოცდილება ცოდნა დაძმაკაცდი და ეს რო ერთმანეთს ეს რაღაცა ის იყოს რა იმის გარდა როგორც აი საზღვარგარეთიდან რომ მოგიყევთ ჩამოვა რამოდენიმე 10 ბავშვი ჩამოვა ქართველები დახვდებიან ერთად უკვე ისედიც ერთად აი ეს პერსპექტივა თუ თქვენ მეუბნებით გლობალურ პერსპექტივას გლობალური პერსპექტივა ეს არის და დანარჩენი იქ დანარჩენი პერსპექტივაც ამას თუ არ აქვს პერსპექტივას აბარაული არა რა თქმა უნდა ამიტომაც ნუ აი ყოველთვის იცი ერთ კაცმა ერთმა ადამიანმა შეიძლება ბევრი რამე გააკეთოს და მაგალითად ძალიან ბევრს ნიშნავს პირველი მარცვალე ეს პირველი მარცვალე არ ვიცი ვინც იქ მოხდება ვინც იქ ჩავა საერთოდ ესეა ყოველთვის ხა უცხოეთშიც რო ჩადიხარ რაც არ უნდა ისტორია იცოდე ხო რომ უშუალოდ რომ მიდიხარ მუზეუმში შედიხარ ან იმ ადგილას შედიხარ ეს განცდა იქ და სწორედ უკვე რეალურად ხვდები ამას იმიტომ რა ვიცი აი უამრავი ქვეყანა არსებობს და უამრავ ქვეყანაში ვართ ნამყოფები და ზუსტად ეს არის რომ რაღაც წაკითხული მე განცდები გაქვს შენი კითხვის დროს მიდიხარ ნახულობ მე იქ იარაღს ნახულობ მე იქ მით უმეტეს ჩვენთვის ახლა თუნდაც კულინარია რო ავიღოთ ახლა პურის ხობის ის რაც ჩვენ ნახეთ მე რასაც დავესწარე მაგალითად რაც ჩემი თვალით გადავიღე ჯერ პროცესი ქართული ენდემური ჯიში უძველესი ხორბლის
ჯიში ხო დოლი წითელი დოლი ისიც არ ვიცოდი ჩემდა სამწუხაროდ მე გავიგერო თუნდაც წითელი დოლის სხვა არის იქ არის კიდე ეს წითელი დოლი ქვია და რუხი პურია ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი შემდეგი აი იმ პროცესზე ბევრი უცხოელისთვის მარტო კულინარიული კუთხე როა იყო ძალიან ბევრი მნიშვნელოვანია სოფლიოში დღეს კულინარია და ეგრეთ წოდებული შეფები ის ძალიან ცნობილი გარდა იმისა რომ დიდარი ხალხია ძალიან ბევრისთვის ესეთი რამ რომ მე თავის სამზარეულოში გამოიყენონ ეს ძალიან ცნობილი თემაა ჟარგონზე ვიტყვი მოსულა იმიტომ რომ ჩვენ აქეთ უამრავი აღმოსავლეთს ვერ გავაკვირებთ სუნელებით მაგრამ არანაკლებია აქეთ რაღაცა ის არის რომელსაც იმოშვებით მით უმეტეს როცა კახეთს საუბრობ პურის ხობაზე ვსაუბრობთ არ ვიცი მე და ღვინოზე როცა ვსაუბრობ ჩვენ და მარანი რომელიც იქ დახვდება და ამიტომ მე მგონია რომ მაინც ერთი კაცის გაკეთებულს კიდე ერთი კაცი როგორც მარჯვენა და მარცხენა ხელი და შემდეგ უკვე თუ საყოველთაო გახდება ეს ანუ აი როგორც განათლების განათლების თავარი მარცვალი რაც არის რომ ბავშვებში ამას რომ ჩაუდებთ კი შეიძლება ითქვას რომ ის მე ავტომატურად ანუ შინაგანად უკვე мотиваცია არის თავარია რომ ეს გაუღლოთ და სულ მომყავს ის მაგალითი რომ სამწუხაროდ მე არ მაქვს ისეთი განცდა როგორც უნდა მქონდეს აფხაზეთის განცდა არ მაქვს ისეთი ძალიან მე ერთ რაღაცას ვაბრალებ ამას მე არა ვარ ნამყოფი ჩემ მშობლებს არ ქონა ამის საშუალება ეთყობა რომ მე აი თუნდაც ის მეხსე რაც მახსოვს ვინც ამას ხვება რა რა ზღვა იცი ბიჭო აი გრიტაში აი ეს ელემენტი ხო ვითომ არაფერი მაგრამ ეს არის განცდა რომელიც გაძლევს საშუალებას უკვე იცოდე რა დაკარგე თორემ ას ბნელოთახში ჰიმნს ჩამეთავ თუ შავკატას შემომიგდებ და დროშას მომცემ ხელში არა განცდა რო არა არაფერს მნიშვნელობა არა იმ განცდით მიდიოდნენ ისინი ომში ამ განცდით ამ შემართებით იცავ და ყველაზე მთავარი როცა შენ განათლება გაქვს და იცი ის კოდექსები რაზეც შენი ის დგას შენი სული შენი ხორცი რაც საძირკველია და იდენტობა რაც არის ხო მარტო აღარ ახარ აი მაგას ხოლოს ბავშვი უკვე შინაგანი ძალა შინაგანი აი ეს ქართული სულიერი ინტელექტი უჩდება და იზრდება და ღვივდება და გძლიერდება ხო და უფრო მეტად ამაზე პოპულარი რაღაცას რო უყვებით ქართველები ხო როგორ უყვებით ხო ჩვენ იმას და როცა იცი რაც ყვები რაც ამბობ რა განცდაც გაქვს ეხა პატრონმან უკვე რაც მოყვა რამდენი რამ ხელა კიდე სალაპარაკო ხო ელემენტარული სუფრაზე მოქცევის ეს რო შენ კოდექსად გედო ეს რო შენ მხედრული კოდექსი გაქვს ეს რო შენ ხვდები რომ ვა სამურაის სკოლაზე გამიგია ვიცი და ამ დროს ეს არის ძირძველი ტრადიციული შემართებაც ეს არის და განსა და ყველაზე მთავარი ხა შეიძლება ვიღაცამ თქვას განა რას ვიზავ ამ გადაცემით მაგრამ იმას მაინც ვიზავ რომ ვიღაცას გაუჩნდეს სურვილი რომ შვილიც წაიყვანოს და ის შვილი იქნება გადამდები მე სწორედ იმის რასაც ნახავს იმიტომ რომ ჩემთვის ეხა 50 წამდა მისულ მამაკაცისთვის კაცის რაც ჩავედი ძალიან გადამდები იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ ქვეყანას ნებისმიერ ერს ძალიან დიდი ერები განადგურდნენ და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის მე მგონია რომ ბევრი რაღაცა ანუ იყო დაფუძნებული არა იმაზე თქვა ბევრი რამე იცოდნენ ბევრმა ხალხმა მაგრამ ნუ ელემენტარულ რაღაც არის განადგურდნენ და დღეს შემორჩენილია სოვიეთის ქვეყნები როგორებიც აი პატარა ხო მცირერიცხოვანი ერი ვარ და როგორი ტრადიციული ერი ვარ კიდე დავამატებ ბატონო მე რა შეიძლება ეს ხმამაღლა ვიძახი მაგრამ აი ეს ხელოვნური ინტელექტი რომელიც ნელ-ნელა ვითარდება ну ჯერ კაია უყურებთ აი უცბად ვითხრა პასუხი მაინც გონე რომ უკვე საკმაოდ ეფექტურად გარვითარდება ვითარდება და ცოტა ხანში თუ დაუშვათ გავიდა საზღვრებ გარეთ რომ ადამიანმა ვეღარ მართოს ეს ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ სულიერი ინტელექტით შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიო ამიტომ ეს რაც არის ზემოდან მოცემული უფლისგან მოცემული და ჩვენი წინაპრისგან აუცილებლად უნდა ყველა ქართველის ოჯახს ყველა საქართველოს შვილის ოჯახში შევიდეს ეს უნდა იცოდნენ ეს და არა მარტო მე არ ვიძახი შილდაში ესეთი რამოდენიმე უნდა გაკეთდეს ეს ვალდებულება არის ჩვენი იმიტომ რომ ეს თან ძნელი არ არის ბავშვი თვითონ უნდა აი რომ
წყალივით უნდა ბავშვს რო უყურებს ხო ქართულს მით უმეტეს რო დალევს მე უნდა და უნდა მე ხო ამჩნევ ხა ბავშვებს იქ რა ხდება და ძალიან გადამდებია ეს მონებრივი რა არ მოსწონს რა ძალიან გადამდები არის იმიტომ რომ გენში აქვს უნდა მიეცი რა რამდენი ძლიერი ადამიანი არის რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება და ეს საჭიროა და ის ბავშვი რომელიც 10 წლის არის და 5 წელი გაივლის ამას სიტყვაზე როდესაც ქართულ ჭიდაობაში შევა ხრიდოლზე შევა და ასე შემდეგ უკვე 15 წლის ბავშვს შენ იღებ ახალგაზრდობას იღებ ისეთ თაობა რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო. თან უყვარს თავისი სამშობლო, იმიტომ უყვარს, რომ ის მართლა საყვარელი არის. ძლიერად ძნობს, სულიერი სიძლიერე აქვს, იმიტომ რომ მართლა ძლიერი წინაპრის მასწავლით და ეს გამოვლილი გზა რითი გამოიარა ის იცით. წარმოიდგინეთ რამხელა ეს არის ჩასმულია ამ უკვე მომავალ თაობაში თავისი სამშობლოს სიყვარული და დანარჩენი უკვე ემატებათ, ხო თუ ზოგი გახდება როგორც ვთქვი სხვადასხვა პროფესია. ეს ანბანი ყველაზე მთავარი ყველა ბავშვს და ყველა კარგად ვიცით რომ ჩვენ საბავშვო ბაღიდან დაწყებული უნივერსიტეტამდე დამთავრებული ღირებულებები გვიყალიბდება ამ ასაკში. ამ ბავშვს და ამ კაცს, აი მაგალითად ბიჭი რომელიც ამას გაივლის და მით უმეტეს თუ ამას 5 წელი გაივლის, ჭიდაობით დაწყებული ხრიდოლით, იმ ისტორიით, ძალიან ძნელია მე აი 100%-დან ძალიან დაბალია შანსი რომ მან მე ან არაკაცული საქციელი ჩაიდინოს, ან კაცი არ გამოვიდეს, ან თავისი ქვეყნის სასახელო რამე არ გააკეთოს. და მით უმეტეს ხო ან ქალს ხელი დაარტყას, ან თავისი მეფე შეურაცხყოფს, ან ვინმე შეურაცხყოფა მიაყენოს, ან არ დაიცვას თავის. ძნელია. საერთოდ ჭიდაობაც ხო ბრძოლაზე, აი სპორტის სახეობებშიც ხო არის რაღაც განსხვავება არის, არ ეწყინება არავის კაცო ყველას არ მაგრამ ჭიდაობა აი ის ბრძოლა რომ სპორტია, სადაც ბრძოლა არის. ის ხო მარტო ილეც არ სწავლობს და ის ხო მარტო ამით არ არის ოლიმპიური ჩემპიონი. ის რაღაცა სხვა პასუხისგებლობა აქვს, ისო კაცი, აი კაცებს ზდის, იგივე თქვა დედა ხალი იქნება თუ რაღაც, არ ვიცი ხა. მოჭიდავეები აგერ ყავს, წარმატებული ძიუდოისტია, ალბათ ისა ეთერლი პარტელი. აი ბევრ რაღაც ანუ აი ესეც არის განსხვავება. რაღაცა ღირებულებები უყალიბდება სიხარულით, რაღაც შემერთები და ყველაფერს თავიდან ჯანსაღი ცხოვრების წესი ცხოვრობს. ჯანსად მე თვითონ აირჩევს. თავარია ის ღირებულებები იცის, თან იმ პერიოდში რაც ახლა ხდება. მარტო მსოფლიოში გარეთ კი შიგნით აგერ შიგნით ყავს ხალხი სამწუხაროდ რომელიც თვითონ როგორ ებძვიან ჩვენ კულტურას, იდენტობას. კაი, თუ არაფერს არ აკეთებ, ფეხს მაინც რატო უდებ, რა დაგიშავა. ვინმე ხო არ გეუბნება გამოდი და საეძელო დალიე და რა. პირიქით უარესო ამბობ, ებრძვი. აი ამ პირობებში მით უმეტეს იმას რასაც თქვენ აკეთებთ, ბატონო გია. იმას, ბატონო გიორგი, იმას რასაც თქვენ აკეთებთ, ბატონო ნოკრი. იმით რასაც შილდა ქვია, რასაც ქართული ჭიდაობის ფედერაცია ქვია, რომლის პრეზიდენტი თბილისის თქვენ ხარ და იმას რასაც ხრიდოლი ქვია და ხრიდოლის აღორძინებას ქვია და დღეს უკვე ესეთ პოპულარიზაციას ქვია, ეს არის ნომერ პირველი მარცვალი განათლებისთვის, განათლების სისტემისთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომ სწორედ კაცები, ქალები და მართლაც თავისი ქვეყნის მინიმუმ თავისი ქვეყნის პატრიოტი ადამიანები გაიზარდონ, თორე ყველა სხვადასხვა პროფესია აქვს, არავინ არ ამბობს, რომ მაინც და მაინც მოჭიდავე გამოვა, მაინც და მაინც ხრიდოლის სპეციალისტ გამოვა, ან და ის გამოვა, რა ქვია, ისტორიის პედაგოგი და მეფე, ერეკლე მეფეს მიბაძავს და მაინც და მაინც მეფობას მოიცავს. მაგრამ მაგალითი იმის, რომ როგორც კარგ წიგნს, როცა წაიკითხავ, შენზე ის იმოქმედებს და სწორედ იმ დადებითად იმოქმედებს და ბევრი მას გაიხსენე მაგალითს აიღებს. ეს არის უკვე ერთად წიგნიც და ფიზიკური შენი მდგომარეობას, რასაც გაივლის სწორედ შილდაში და ამ იდეაში, რასაც ქვია, რასაც დღეს ჩვენ ვილაპარაკეთ, რასაც ქვია ქართული ჭიდაობა, ქართული ხრიდოლი და ის მართლა მხედრული კოდექსი, 360 კოდექსის, რომელიც გააჩნია. და სწორედ ეს არის ჩვენ რომ მოვიყვანეთ მაგალითი ახლა. რა თქმა უნდა, გენიალურია და ყოველთვის კარგია, როცა იაპონელებისთვისაც ქართული მაგალითი ეს არის ქართული მხედრობის კოდექსია, რა ჩვენთვის იაპონელი ერთ-ერთი, რა ვიცი, უძველესი ერი ტრადიციული, რომელსაც სამურაის კოდექსი აქვს და რომელიც ძალიან უპირატესია ნებისმიერი იაპონელის
მოქმედებაში, ცხოვრებაში, მის წესში და მის განვითარებაში. და ეს ვითარდება. იმიტომ აქვს ესე ტრადიციულად ყველაფერი შენარჩუნებული. მოკლედ, დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ბატონო გიორგი, ბატონო ნუკრი, მე მინდა უბრალოდ ჩვენ გადაცემა დავამთავროთ, დროის სამართალი დამთავრდეს იმ სიუჟეტით, რომელიც აი ბატონმა გიორგი მახსენა, ისრაელიდან ჩამოსული ბავშვები როცა იყვნენ, ეს არის ისრაელის ტელევიზიის მიერ გაკეთებული თუ არ ვცდები, ხო? და ნახოთ ეს სიუჟეტი და ამით დავამბლავ და აუცილებლად წადით. თუ მოხვდებით შილდაში, წინაპრის გალავანი, არც მოგიწევთ ან გიორგი შიუკაშვილის სახელი ახსენოთ, ან ნუკრი მჭედლიშვილის. უბრალოდ წინაპრის გალავანი იკითხეთ და შედით და თავად დარწმუნდით იმაში, თუ რა ხდება და რა არის მიზანი ამ დანგრეული იყო ეს გალავანი მისი აღდგენის და უბრალოდ შედით და ნახეთ მინიმუმ დარწმუნდით ხომ არ გატყუებდათ მერაბ ჭიქაშვილი და საქართველოს ტალღის ეს დღევანდელი გადაცემა რამეს აღარ ვამბობ, აღარ ვაკადრებ ჩვენ სტუმრებს ამას, მაგრამ დარწმუნდებით თქვენ რაც არის და როგორ მიგიღებენ, როგორ დაგხვდებიან, როგორ ნახავთ, თავად მიხვდები. დიდი მადლობა ჩვენ სონას და მაყურებელს დროის სამართალი დღეს ამით გიმშვიდობებათ, მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. კიდევ ერთი დიდი ზეიმია შილდაში, კიდევ ერთი დიდ ტურნირს მასპინძლობს შილდის მიწა, შილდის ციხე, ასოციაცია წინაპარი. აქ ტარდება საერთაშორისო ტურნირი ებრაელ და ქართველ მოჭიდავეებს შორის ქართულ ჭიდაობაში. ისინი არიან გამოსტილი ბავშვები ძიუდოს ტურნირებში და დღეს პირველად უწევთ ქართულ ჭიდაობაში გამოსვლა საერთაშორისო ტურნირზე და აი აქ შილდის მიწა მასპინძლობს. ტარდება ამხანაგური შეხვედრა ისრაელსა და საქართველოს შორის, ესე დავარქოთ რა. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს ქართული ჭიდაობა, ჩავატაროთ მეგობრული შეჯიბრები, საერთაშორისო ტურნირები. ჩვენ უკვე დავიწყეთ ისრაელში 2-3 თვის წინ, რომ განვავითაროთ ქართული ჭიდაობა და რატომ? ამას ახლა რა მიზეზი რა არის? როცა უყურებთ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში, ევროპის ჩემპიონატს, გრანდ სლემებს, ჩვენი მოსწავლეები ჩერდებიან, ვაჩერებთ გაგვეთილებს და უყურებენ ქართველი მოჭიდავეები როგორ ჭიდაობენ. მადლობელი ვარ ღმერთს თვითონ რომ ამ ადგილში მოვედით. სელამაზი ადგილი ტურნირი არის ჭიდაობასი, რომ ჩვენ ისრაელში დავიწყეთ ეს ჭიდაობა, ეს სწავლა და ჩემი ძმა რამაზი და ჩვენ ერთად ვაკეთებთ დარბაზს, სადაც ყველაფერი ჭიდება. ჭიდაობა არის ჩვენთვინა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან გვინდა რომ ჭიდაობა წინ წავიდეს ისრაელში. ჩვენ ჩამოვიყვანეთ აქ 24 ბავშვი ჩამოვიყვანეთ, ბიჭებიც და გოგოებიც. ეს მოვიდით ვარჯიშები გავაკეთოთ და ხო გავიგეთ ამ ტურნირზე არის ამნაირი ულამაზესი ადგილში რო არის. წამოვედით და შეხვედრები გავაკეთეთ ამ ბავშვებთან ერთად. ჩვენ თუ მინდა რომ საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანოთ ესეთი ერთობლივი შეხვედრები უნდა მოხდეს, მაგალითად აი სასიხარულოა რომ ისრაელიდან ჩამოსულები არიან და ჩვენი ბიჭები ერთმანეთს უფრო ახლოს გაიცნობენ, უფრო ჩვენ კულტურას გაიცნობენ და ეს იგივე ჩვენი კულტურა, ეს ქართული ჭიდაობა, დედა ჭიდაობა ჩვენ. ავტორის ატარებს საერთაშორისო ფედერაცია, გია შიუკაშვილის თავოსნობით ტარდება ეს. და ღმერთმა ამრავლოს ესეთი ხალხი რომ ჭირდება საქართველოს ესეთი ხალხი რომ ჩვენი ეს ეროვნული საუნჯე გაიტანონ საზღვრებს გარეთ. საერთაშორისო ფედერაცია ჩვენ მაგას ვაკეთებთ, რომ საერთაშორისო დონეზე გავიტანოთ ეს ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა. ხშირად ვატარებთ ამ შეჯიბრებს, რომ ბავშვებს ვასწავლოთ ქართული ჭიდაობა. ჩვენმა იციან ქართველებმა, უცხოეთში მინდა რომ შევუყვარდეთ, ისწავლონ ქართული ილეთები და ქართული ჭიდაობა, ქართული კულტურა. ძალიან მომწონს საქაურობა, ძალიან ლამაზი ადგილია. ქართული ჭიდაობა ნამდვილად საოცარი სპორტია და მიხარია რომ მომეცა საშუალება დღეს მიასპარეზა. საქართველო ულამაზესია. უკვე მეხუთე ვიმყოფები აქ და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მიყვარდება. ქართული ჭიდაობა ძალიან კარგი სპორტია. ძალიან მომწონს. მიხარია რომ მივიღე მონაწილეობა ამ შეჯიბრში და გავიმარჯვე. მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს.
ბატონმა გიორგი შიუკაშვილმა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელმა დააჯილდოვა აი ამ კლუბის, რომელიც შეიქმნა და ამ ისრაელის ბავშვების აი ამ დელეგაციის თავკაცი და ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, უნდა გითხრათ, ისრაელში. ბატონი რამაზ მამისთვალოვი, მისი ძმა მალხაზ მამისთვალოვი დააჯილდოვა ბატონმა გიორგი შიუკაშვილმა ესე სპეციალური საერთაშორისო ფედერაციის ატრიბუტიკით და სხვა სამახსოვრო ეთნოპრიზებით, ასე რომ ვთქვათ. ესე იგი, ორივე მხარე ბავშვების ძალიან მაყოფილები, ძალიან ნასიამოვნები და ძალიან მხიარული და ისეთი საღამო იყო, რომ ჩვენც უფროსები ძალიან გავხალისდით. 1000-მდე ბავშვია ისრაელში ამ საქმეში ჩაბმული და ეს ერთგვარად დიდი ბიძგი იქნება იმ ბავშვებისთვისაც, საიდანაც ეს ნაკრები იქნა ამორჩეული და ჩამოყვანილი იქნა. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა ჩვენ ებრაელ სტუმრებს, რომლებაც ეს ამ დიდ საქმეში მხარი აგვიბეს და ქართული ჭიდაობის სახელი გაიტანეს ისრაელში. ქართული ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია ამ კუთხით ძალიან აქტიურობს, უკვე 50 ქვეყანაში არსებობს აი ესეთი კლუბები, როგორც დღეს ისრაელის წარმომადგენლები იყვნენ, კიდევ ვაპირებენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც ჩამოსვლას, ჩვენ ვაპირებთ წასვლას, დაგეგმილია ასევე რომ იქ უცხოეთში მოხდეს ამ კლუბებს შორის შეჯიბრება. ქართული ჭიდაობა არის იგივე მონაპოვარი, როგორც არის ქართული სიმღერა, ქართული ცეკვა, ქართული საგალობლები, ქართული ხუროთმოძღვრება. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.